საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ორი წელი ხელისუფლებაში და პრემიერის ორწლიანი ანგარიში, პრობლემები, რომელიც რიგით ადამიანებს აწუხებს და პასუხები, რომელიც ხელისუფლების გასაცემია. რა ხდება საპრემიერო კულუარებში, რა სიტყვის გიორგი მარგველაშვილზე, დასრულდა თუ არა პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება, რა სიტყვის ირაკლი ალასანიაზე, გადაყვება თუ არა თავდაცვის მინისტრი, საკუთარ სამინისტროში ატეხილ სკანდალს, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რეაქციის პირდაპირ ეთერში გვიყურეთ საღამოს 10-ზე. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სკანდალის შემდეგ, რომელსაც მინისტრ კირვალიძის სავარძელი გადაჰყვა, მეორე სკანდალში თავდაცვის სამინისტრო ეხება, გეგმავს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ალასანიასთან დამშვიდობებას. ბრალდება, რაც წაგენებული აქვს, თუ დადასტურდა ესე უბრალოდ ვერ ჩაივლის, ამას ალბათ ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა მოყვეს. შემსაწყენია პირადად, თუმცა რა თქმა უნდა, დაველოდოთ ყველანი გამოძიებას. რა ხდება მთავრობაში, რა ხდება სახელისუფლებო გუნდში, რა ხდება კოალიციაში. რა ინფორმაცია აქვს მთავრობის მეთაურს ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით და ვის გულისხმობს მოღალატეებში. გეგმავენ პროვოკაციებს. აპირებენ რომ 15 ლარი გადაუხადონ მოქალაქეებს, შემდეგ ერთმანეთი აცემენ. მათი დამსახურება არის რომ აფხაზეთი და ოსეთი არის დღეს ოკუპირებული, ხოდორი დავკარგეთ, 100 მეტი სოფელი, 25,000 დევნილი მივიღეთ მათი პოლიტიკის შედეგად. არ უშენ მთავრობას სპეკულირებას ამ საკითხზე, მიცენ ადამიანებს უფლება გამოხატონ თავის პროტესტი ამ მთავრობის უნიათობის, უქნარობის და უსაქმრობის წინააღმდეგ. შეთავაზება აფხაზებს და მოლოდინები არის თუ არა შანსი შეხვდეს პუტინს, რას თulis საკუთარი გუნდის მთავარ წარმატებად და რას წარუმატებლობად. რომელია მისი ფავორიტი მინისტრი და ვინ იმსახურებს პრემიერის საყვედურს ყველაზე ხშირად, გეგმავს თუ არა იანვარში სამთავრობო ცვლილებებს, უთანხმებს თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებებს წინამორბედ პრემიერს და რა სიხშირით ხვდება ბიძინა ივანიშვილს. რა აქვს სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2012 წელს ქართული ოცნების გვერდით იდგნენ და რომლებმაც ივანიშვილის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინეს. დღეს იმედის პირდაპირ ეთერში საღამოს 10-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეაქცია 32 წლის პრემიერის განვლილი და დარჩენილი 2 წელი. მაშასე დავიწყოთ პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტში ვერ მოგროვებული უმრავლესობის საჭირო ხმები ვეტოს დასაძლევად. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ თითქმის ყველას პოლიტიკური შეფასებები, გარდა ერთისა, ეს ერთი მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილია და რეაქციის სტუდიაში ის რამდენიმე წამში შემოვა. მანამდე კი მოდით ერთად გავარკვიოთ, რა არის ხალხის მთავარი დაკვეთა ხელისუფლების მიმართ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები, სამართლიანობის აღდგენა თუ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრა. ეს იქნება სწორედ ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის შეკითხვა. დარეკეთ ზარი უფასო, ასევე გამოაგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია და თქვენი შეტყობინებები მთელი გადაცემის განმავლობაში გავა პირდაპირ ეთერში. მაშასე ელოდა თუ არა რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა და რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გიორგი მარგველაშვილის განცხადება მოისმინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეაქციის სტუდიაში. საღამომშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გთხოვთ დაბრძანდეთ ბატონო ირაკლი, მოულოდნელი იყო თქვენთვის, ვიდრე დაბრძანდებით ის რაც დღეს 12 საათზე მოისმინა სრულიად საქართველომ. რა მოხდა? მოხდა რაღაც საინტერესო, გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი და მან გამოიყენა პირველად არსებობის ისტორიაში მისი თქვენი ხელისუფლების უпростоრედ ვეტოს უფლება. როგორი იყო თქვენი რეაქცია და იცოდით თუ არა რომ ეს მოხდებოდა? კი ბატონო, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის სტუდიაში. მადლობა რომ მონაწილეობთ. მე ძალიან კარგად მახსოვს, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა გასულ რამდენიმე თვის წინ ვიყავი აქ სტუდიაში ბოლოს და მახსოვს რომ ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. რომ იმედი მაქვს რომ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ, კი, მეც მახსოვს, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ, სწორედ ამიტომ ვიტოვებ იმედს რომ დღეს გამოგვივა ასევე ძალიან საინტერესო ინტერვიუ. პირველი შეკითხვა. დიახ, რასაკვირველი. დღეს რა ხდება თქვენს დაადეთ ვეტო, ხალხს, სად არის ხალხი?
არა, მე ავხსნი ახლა რატო არ ყავს აქ ხალხის სხვა ჩვენს Facebook-ზე დამისვეს დღეს ეს კითხვა, რომ რატომ არ უნდა ყავდეთ აუდიტორია მაყურებელს მინდა შევახსენოთ თქვენც მოგაწვით ინფორმაციას, არ ვიცი იცით თუ არა, კვირას ანუ ზედ ვიწყებთ ძალიან დიდ ток-შოუს და კეთდება უზარმაზარი სტუდია ამ სტუდიაში სწორედ და ამის გამო ვინაიდან თქვენც ხედავთ რომ ამ სტუდიის მიღმა მიდის სარემონტო სამუშაოები, ჩვენ იმ სტუდიის აწყობა მეორე ნაწილის ვეღარ მოვასწარი და ამიტომ აღარ ყავს ხალხი ისე პირობას დავდებ ბატონო პრემიერ-მინისტრო რომ შემდეგი თქვენი სტუმრობისას გადაჭედილს დაგახვედრებთ ამ დარბაზს და ხალხის პირისპირ მოგიწვევთ. ეხლა საპატიო მიზეზი გვაქვს. კი ბატონო, გავიმეორებ მე ჩემს შეკითხვას. გასაგებია. დღეს რაც მოხდა ეს რეაქცია. ეს ნორმალური აბსოლუტურად. ეს არის დემოკრატია. ეს არის ის რაც ქართულ ხალხს სურდა, ეს არის დემოკრატია, ჩვეულებრივია ხა. ერთ საკითხი არის რამდენად სწორი იყო არ იყო სწორი, მაგრამ მე ამის განხილვაში არ შევარ, ჩემგან არაკორექტულია რომ ვისაუბრო და შეფასებები გავაკეთო რამდენად სწორი იყო, რამდენად მართებული იყო. მაგრამ ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება. ეს არის მისი ნება და ამის თაობაზე განმარტებები გააკეთეს პარლამენტში ჩვენმა უმრავლესობამ. იმაჩნია რომ ღირსეულად იმოქმედა, ღირსეულად უპასუხა, ასე ვთქვათ, პარლამენტმა და საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას. მე აბსოლუტურად ნორმალურად უყურებ ამ პროცესს. აქ არავით არის განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. არა, ჩვენთვის ეს იყო ძალიან საინტერესო თავისთავად. ეს საინტერესო ხუმრობა მოვისმინე პირველი ანეკდოტი რაც დაიბადა პარლამენტში რომ ესე იგი ბატონი დავით საგნეძე ისე გაბრაზდა რომ გადაწყვიტა რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება ჩამოართვას, მაგრამ მეგონი ეს არ მოხდება. არ მოხდება? არ მოხდება, რა თქმა უნდა არა. ეს ხუმრობით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩვეულებრივი ბევრი უფლება აქვს მას უკვე ჩამორთმეული რომ ბუნებრივია ახლა შესაძლებელია ასეთი კითხვაც. ხუმრობას გაჩენილი. გითხრათ რომ მოსახლეობისთვის განმარტო რომ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს დღეს აქვს დაბალანსებული ურთიერთობა და ეს არის ნორმალური. ახალი კონსტიტუციის პარაგრაფში ჩვენ ვართ ნორმალურ კონსტრუქციულ ურთიერთობაში. აქ არავითარი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, მუშა პროცესი. არც ერთი უფლება, არც პრეზიდენტს, არც პარლამენტს, არც მთავრობას არ ჩამორთმევია ამ ორი წლის განმავლობაში პირიქით. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ, მაგრამ ყველამ უნდა ვისწავლოთ ჩვენს ჩარჩოებს, ჩვენს პარაგრაფში მოქმედება. არც ერთ ასე ვთქვათ ორგანოს, არც ერთ შტოს არ უნდა ჩამოვართოთ რაიმე უფლება ამ პირიქით. არც ერთმა არ უნდა მიისაგუთროს, ან რომ მეორეს კომპეტენციაში არ უნდა ჩაეჭრას, არ უნდა შეიჭრას, ხო? ეს ნორმალურია და ამას სჭირდება შეგუება. მოსახლეობისთვის ძალიან რთული იყო, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის შემდეგ, რა თქმა უნდა, რთული იყო შეგუება იმ ახალ რეალობასთან, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია. ჩვენ ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას საქართველოში. ეს არის ის, რაზეც საქართველოს და მე პირადად მაგალითად ოცნებობდი და ქართული ხალხი რომ იყოს თავისუფლება, იყოს ლაღი ურთიერთობები და იყოს გახსნათ საუბარი ნებისმიერ თემაზე. და არ ვიყოთ შებუჭილები და არ ვიყოთ დაკომპლექსებულები, რომ იმის თაობაზე თუ რომელიმე დეპუტატი იტყვის რაღაცას, ამის თაობაზე არ უნდა მოხდეს რაღაც სკანდალი და რაღაც აჟიოტაჟი არ უნდა ატყდეს ამის თაობაზე. კარგით, მე მაშინ უბრალოდ შეგახსენეთ, რომელი უფლება ჩამოურთმევიაო და ორდენების გადაცემიდან დაწყებული და უშუალოდ საგარეო ვიზიტები დამთავრებული, სულ იყო ეს თემები, მე დღეს უფრო სერიოზულად მე მინდა რომ მაგაზეც გიპასუხოთ, იმიტომ რომ ხო, არა, ანუ პრეზიდენტის შეკვეცილი უფლება მოსილება. არასწორი განცდა არ უნდა შეუქმნათ მოსახლეობაში. საჭირო მეტი კომუნიკაცია ხალხთან, ხალხს აუხსნათ რომ არავინ არაფერს არ ართმევს. ჩვენ რეალურად 100-ზე მეტი თუ 100 შეიძლება მეშლება ძალიან ბევრი ათეულობით კანონი მოვიყვანეთ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, ანუ ახალ რეალობასთან. რომ დღეს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. ეს ფუნქცია მთლიანად გადაეცა მთავრობას, მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მთლიანად, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლება. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მას აქვს გაწერილი უფლების, ასე ვთქვათ, მოვალეობები. დიახ. და აქვს საინტერესო უფლებები, მაგალითად ვეტოს უფლება, რომელიც დღეს გამოიყენა პირველად. ხოჭოთ მე ვიცი რომ 2 წლის წინ, უბრალოდ 1 წლის წინ აპირებდა ასევე გამოყენებას ვეტოს გამოყენებას, მაგრამ მაშინ შენ გადაიფიქრა, მაგრამ ეს შეუძლია. არ ვიცი, აბა დარწმუნდა რომ არ იყო ამის გაკეთება საჭირო, მაგრამ ანუ მე რას ვიძახი რომ პარლამენტს აქვს თავისი გაწერილი ფუნქციები, დღეს პარლამენტი აღარ არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ნოტარიუს ფუნქციას აღარ ასრულებს. ისაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, რომ ჩვეულებრივი ნოტარიული, ასე ვთქვათ, შტამპების გამოშვები ორგანო იყო. დღეს პარლამენტში თქვენ უყურებთ როგორი გახსნილი ურთიერთობა არის, გახსნილი, ასე ვთქვათ, შაბასი დებატები მიმდინარეობს. ითხოვს უსამ თავისუფლად მინისტრებს, მის მოადგილეებს, მიდის ცხარე დებატების შემთხვევაში კრიტიკაც მიდის. ეს ნორმალურია. მე ამას არ ვეწინამდე, არ შევეწინამდე, მანამ სანამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. და ჩვენ ასეც ვიქნებით, მანამ სანამ ვართ ხელისუფლებაში. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას. კი ბატონო, ყველაზე მთავარი მონოპოლარი რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ქართულ ხალხთან ერთად თავისუფლება. ეს არის ყველაზე მთავარი მონოპოლარი. ბატონო ინგა მედია დღეს არის თავისუფალი, მე ამით ვამაყობ და ვინამაყებ ყოველთვის და მე ადრე გავიმეორე და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას რომ მიუხედავად იმისა რომ მედიაში ძალიან ხშირად ხდება არასწორი ინფორმაციის
გაშუქება, საერთოდ არ ხდება გაშუქება პოზიტიურია, ასე ვთქვათ, მოვლენების და ასე შემდეგ. ხშირად დამახინჯებულად აწვდიან ინფორმაცია მოსახლეობას. ხშირად მესმის კრიტიკა, არაობიექტური კრიტიკა, სუბიექტური კრიტიკა, არაჯანსაღ კრიტიკა, მაგრამ მე ამას ვეგუები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ხელისუფლება. და მე როგორც ადრე შეგფირდით, კიდევ ერთხელ მინდა რომ დაგიდასტუროთ სტუდიაში. სტუდიაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ სააგაშო დაარბია. და ეს ხელისუფლება, ეს ტელევიზია პირდაპირ გზით მისმა ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში. მე გიდასტურებთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მედია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელი. ჟურნალისტები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცულები. ეს არის ჟურნალისტი მათი ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. ყველა აბსოლუტურად ვინც არის მედიის წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე ახალგაზრდა დემოკრატიის. მეორე მთავარი მონოპოლი რაც არის, ეს არის სასამართლო, რომელიც უნდა გაძლიერდეს, კიდევ უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის 0 ჩაურევლობა, 0% ჩაურევლობის. და მიუხედავად იმისა, რომ არც ჯერ კიდევ კითხვები, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები კვლავ აცდილობენ, რომ გავლენა მოახდინოს სამართლზე, მე მიმაჩნია, რომ მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ეს გავლენა დღითი დღე სუსტდება და კიდევ უფრო შესუსტდება. ვინაიდან მოსამართლეები დარწმუნდნენ, რომ დღეს სხვა რეალობა საქართველოში. დღეს ყველა საქართველოში უნდა ემსახუროს სახელმწიფოს. ვინაიდან ჩვენ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად ჩვენი სახელმწიფო გავაძლიეროთ მისი ფუნდამენტი, საძირკველი, რაც ასე ვთქვათ, იქნება წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო გახდეს რეალურად ძლიერი და ხალხი გაძლიერდეს და იყოს ხალხი დაცული. კი ბატონო, მე უფრო კონკრეტულად შემდეგ დაგისვავთ კითხვებს, თქვენ ახსენეთ ხალხი და მე თქვენი 2 წლიანი ანგარიშიდან მაქვს რამდენიმე კითხვა თქვენთვის დასასმელი, მაგრამ მანამდე ისევ იმ შეკითხვას მინდა მიუბრუნდე, რითიც დავიწყე. შესაძლებელია თქვენ ამბობთ, რომ ეს არის დემოკრატია, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ვეტოს გამოყენების უფლება, მაგრამ რამდენად ელოდით თქვენ? ერთი არის, რომ მას რაღაც უფლება ჰქონდა და თქვენ მიჯნავთ ერთმანეთისგან, როგორც ამბობთ, თქვენ რამდენად ელოდით, რომ ვეტოს დადება მოხდებოდა და მინდა რომ გთხოვოთ შეაფასოთ თავისთავად აი ეს ყველაფერი რაც მოხდა დღეს ვეტოს დადება მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ის ყველაფერი რაც მოხდა პარლამენტში ის ფაქტი რომ თავისთავად უმრავლესობამ გუშინ ვერ მოაგროვა საჭირო 76 ხმა და ასე შემდეგ როგორ აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აი ამ მთავარ თემას რაზეც დღეს ქვეყანა ეს დემოკრატია თავდაპირველად მინდა კიდევ ერთი გიპასუხოთ რომ მე ვფიქრობ რომ არ არის საჭირო რომ მე ასე ვთქვათ დეტალურად ვიმსჯელო ამის თაობაზე. ამის თაობაზე პარლამენტმა დღეს გააკეთა არაერთი განმარტება, უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს არაერთი განმარტება მოსახლეობისთვის. და ზოგადად მე მიმაჩნია რომ ძალიან გააჭარბებული იყო ის აჟიოტაჟი და ის ხმაური რაც მოხდა ეგრეთ წოდებული მოსმენების თაობაზე კანონს და ამ კანონპროექტზე. მიმაჩნია რომ თავიდან მე ეს თქვი ალბათ და ამის თაობაზე მე დავიმსახურე კრიტიკა არასამთავრობო სექტორიდან, რომელსაც მე ძალიან დიპატივს ვცემ, სხვა შორის არის გავრცელებული, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომ თითქოს მე კომუნიკაცია არ მაქვს. მე მაქვს კომუნიკაცია მათთან და მე მინდა რომ კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია მქონდეს არასამთავრობო სექტორთან. გავრცელებული რომ თქვენ სწორედ მოსმენების თემაზე მათ საქმიანობას ძირგამომთხრელი საქმიანობა უწოდეთ ერთხელ. ხო, შეიძლება მე ყოველთვის მე გეტყვით რომ მე ვარ პირდაპირ ადამიანი. მე ყოველთვის მირჩევნია რომ თქვა ჩემი სათქმელი, თუნდაც ის შეიძლება იყოს გადაჭარბებული, შეიძლება იყოს ზედმეტი, შეიძლება იყოს გაზვიადებული. შეიძლება იყოს მცდარი, მე არ მაქვს პრეტენზია იმაზე რომ მე ყოველთვის შეცდომელი ვარ და რა თქმა უნდა არ ვარ, ჩვენ ადამიანები ვარ და ჩვენს ბევრი რამე გვეშლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მიმაჩნია რომ უბრალოდ მე ჩემი ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე, მივიჩნიე რომ ასე ჩავთვალე რომ ეს იყო ხელოვნურად მართული პროცესი. ამას მოყვა ლოგიკური შედეგი, მე გულისხმობ იმას რომ რუსთავის უნივერსიტეტში გამოაქვეყნეს აბსოლუტურად გაუგებარი ჩანაწერები პარლამენტის წევრების და ასე შემდეგ. და ეს ძალიან გავდა ხელოვნურობას. მე ხელოვნურობა არ მიყვარს და ძალიან დიდი პროტესტი მიშნება, როცა ვხედავ რომ უსამართლობაა და ხელოვნურობაა. მე ამაში დავინახე ხელოვნური პროცესი, ხელოვნურობა დავინახე ამ პროცესში. მე შეიძლება ვწდები, მე არ გამოვრიცხავ რომ ვწდები, მაგრამ მოსახლეობას აქვს იმის განშის უნარი რომ მიხვდეს ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. ზოგადად მე მინდა გითხრათ რომ მოსმენების თემა ზოგადად ხა არის ყველა პრობლემა, ყველა ქვეყანაში არის პრობლემა. ჩვენს ქვეყანაში იყო კატასტროფა, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში. ანუ ყველას მოსმენა ხდებოდა, ყველას ჩაწერა, ყველას გადაღება პირადი ცხოვრების ჟურნალისტების, დიპლომატების, სასულიერო პირების, ყველა საკუთარი გუნდის წევრების მე აღარ მინდა შევახსენო საზოგადოება და დავძაბო ისედაც სტრესის ქვეშ მყოფი საზოგადოება ჩვენი მოსახლეობა. მაგრამ ჩვენ ეს დავასრულეთ, მე მინდა შევახსენო ყველას. და მათ შორის მათ ვინც მე მაკრიტიკებს ამ მოსმენების გამო რაღაც თითქოს ჩვენ არ გსურს და ისინი გამოდიან როგორც ითქვიან უფრო მეტად დემოკრატია, უფრო მეტად ევროპელები. მე ახლა მოვიყვანოთ რამდენი მაგალითი, შემიძლია მოგიყვანოთ. მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ვინც აბსოლუტურად გაასაჯაროვა ეს პროცესი და აჩვენა მოსახლეობას თუ რასთან უნდა საქმე. მე ვიყავი მთავარი ინიციატორი, რომელმაც გაანადგურა 110,000-ობით უგანოდ მოპოვებული ფაილები, ვიდეო და აუდიო ფაილები, ხო? კი ბატონო. პირად ცხოვრების ამსახველი მასალები. ამაში მე მაშინ ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე გავხადე.
და ჩვენ თქვით რომ ჩვენ ერთხელ სამუდამოდ დავასრულოთ ეს პროცესი. ეს უკანონო რა თქმა უნდა დასრულდა. აღარ მე ამას გვისმენენ პასუხობთ, რა თქმა უნდა არ გისმენენ. ბატონო ირაკლი, ერთ კითხვას დაგისვათ უკაცრავ. მე კითხვას დაგი. არა, მე გისვათ კითხვას, მე მაინტერესებს პრემიერ-მინისტრის პასუხი რა სიტყვის, გვისმენენ თუ არა. კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენი პოზიცია ბრძანეთ რომ მე არ მინდაო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ერთი წუთი თუ შეიძლება. აი თქვენი შეფასება მაინტერესებს, რატომ გადაიქცა პრობლემად, რომ აი იგივე ის ორი გასაღების პრინციპი გასულიყო, რასაც ითხოვენ. როგორი არის თქვენი პოზიცია ამ მოსმენებთან დაკავშირებით, ვის ხელში უნდა იყოს ეს ორი გასაღები და თქვენ ახსენეთ ჩანაწერები. თავის დროზე, აი როდესაც სასამართლოს უნდა კონდეს თუ არ უნდა კონდეს ეს გასაღები მოსმენებთან დაკავშირებით, ერთი რამ მახსენდება, თავის დროზე ის 28,000 რაღაც ჩანაწერი, რომელიც თქვენ შემდეგ ნაწილი გაასაჯა ჟურნალისტების თვალწინ იყო თვალთვალი და ჩაწერები მოპოვებული სწორედ სასამართლოს გვერდის სავლით, ანუ სასამართლოს ნებართვის გარეშე. დღეს, აი, როდესაც არის საუბარი ამ ყველაფერზე, ჩვენ რის იმედად უნდა ვიყოთ, თუ კი არ იქნება ეს ორი გასაღები ოპერატორების და სასამართლოს ხელში. კეთილსინდისიერი შინაგან საქმეთა მინისტრების იმედად? აი, მე დაგისვით კითხვა და თქვენ ლოგიკურ შეკითხვა. აბსოლუტურად. მე მაქვს მეც იგივე შეკითხვა მაქვს და მექნებოდა ალბათ ყოველთვის. მაგრამ მე მინდა განგიმარტოთ კიდევ ერთხელ. ჩვენთვის გაუგებარია, თუმცა მე მესმის რომ საკმაოდ რთული საკითხია, რომ ამდენ ხანს ვერ შეძლებს რეგულაციების მოფიქრება პარლამენტში, ასე ვთქვათ, ცხარე და ჟაბაასი და დებატები ამის თაობაზე. მაგრამ აღმოჩნდა რომ კიდევ დამატებით დროს საჭიროებს ის ჯგუფი, რომელიც მუშაობს მოსმენების რეგულაციებზე, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას განვმარტო. საუბარი იმის თაობაზე მოსმენების კანონი არის დაურეგულირებელი და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ესე იგი ძალიან დიდი პროგრესი მიაღწია ფარული საგამოძიებო მოქმედებების დარეგულირების ნაწილში. ეს იყო პირდაპირ რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ, ეს იყო რეგულაციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის ავსტრიების ხელშეკრულების პარაგრაფში და ჩვენ გვაქვს თითქმის 90% შესრულებული პირნათლად. ჩვენ შევქმნით იცით ალბათ რომ ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი და ჩვენი ხელისუფლება, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შექმნა, ესე იგი პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ამ ინსტიტუტს ჩვენ ეს არის სიახლე, მაგრამ ჩვენ ამას ვაძლიერებთ ყოველდღიურად და პირდაპირ ასოცირებაში გვიწერიან, რომ აღნიშნულ ინსტიტუტს, ანუ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს უნდა მივცეთ მეტი უფლებამოსილება და მას უკვე მივანიჭეთ უფლებამოსილება. ეს შეიძლება საზოგადოებამ არ იცის, მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ მას გადაეცა უფლებამოსილება, რომ ყველა ის კანონიერი, ასე ვთქვათ, რაც არის ეგ მოსმენები, ასე ვთქვათ, და ასევე მოსამართლის მიერ გაცემული ნებართვები, ამის ასლები ყველაფერი მიდის ამ აღნიშნულ ინსტიტუტთან, ანუ ინსპექტორთან, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს პოლიციის საქმიანობას. და მე არ მინდა უბრალოდ შეცდომა შევიყვანო საზოგადოება ამის თაობაზე, ჩემზე მეტად კომპეტენტური ადამიანები, იგივე ბატონი იზორია და სხვები განმარტავენ ამის თაობაზე, თუ რა პროგრესს მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ანუ დარჩა მხოლოდ მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საჭიროებს რეგულაციას, ხო? ეს არის მუდმივი და პირდაპირ წვდომა ელექტრონულ კომუნიკაციებზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში, მანამდეც ჩვენ ვისმენდით ინფორმაციას იმის თაობაზე, თქოს ეს არის ერთადერთი ქვეყანა საქართველოს, სადაც ეს პოსტსაბჭოური თუ რაღაც საბჭოური გადმონაშთი არის ამ მოსმენების თუ პირდაპირ წვდომა. ეს არასწორია. მე შემიძლია გითხრათ უბრალოდ რამდენიმე ხუთ სახელმწიფო, რომელიც არის განვითარებული და რომელიც არის ჩვენთვის სამაგალითო, თუნდაც დავიწყე პოლონეთით, რომელიც არის მართლა სამაგალითო, იმიტომ რომ პოლონეთმა მიაღწია წარმოუდგენელ წარმატებას ბოლო წლის განმავლობაში და ჩვენ უნდა ვიყოთ მართლაც პოლონეთის მიმდევარი. პოლონეთი არის ქვეყანა, სადაც პირდაპირ აქვს ეს წვდომა და უბრალოდ აქვს მათ მონიტორინგი და კონტროლი, იმის მომხრე ვარ და პირადად მე ვარ, ასე ვთქვათ, მოწადინებული და დაინტერესებული რომ მოხდეს კონტროლი და მონიტორინგი. შუს მიერ წარმოებულ მოსმენებზე, ხო? რომ არ მოხდეს ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, რაც თქვენ მკითხეთ მაგალითად. მის იმედზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, მეც იგივე კითხვა მაქვს, რატომ უნდა ვენდოთ, შეიძლება დღეს კეთილსინდისიერი არის ხელისუფლება, მთავრობა, მაგრამ ხვალდაზე არ ვიცი რა მოხდება. თუმცა ხვალდაზე თუ მოვა საკავშირის ნაირი, ასე ვთქვათ, პირველად თუ იძახ, თეორიულად ვიძახ, ხო? 10-20 წლის მერე თუ განმეორდება და რაღაც შეცდომას დაუშვებს ქართული ხალხი და მოიყვანს ხელისუფლებაში ისეთ ადამიანს ანტიეროვნს როგორც იყოს თუნდაც სააკაშვილი, რა თქმა უნდა ის მკლავად ჩაიდენს გადაცდომას. და კვლავაც დაარგოს ამ გამოს. მაგრამ მე რას ვიძახი, რომ ჩვენ მაქსიმუმად უნდა შევქონოთ სისტემა, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ არ უნდა შევქონოთ ისეთი სისტემა, რომელიც დაარგოს მოქალაქეებს უსაფრთხოებას და ყველაზე მთავარ კანონს. ასე რომ მაგალითად პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, ისრაელი, ხორვატია არის ქვეყნები, წარმატებული ქვეყნები, რომლებიც არიან მაგალითის მოცემი ჩვენთვის. ამ ქვეყნებში მაგალითად გეტყვი, ეს არის სულ რაღაც 5 მაგალითი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის განსხვავებული მიდგომები.
განსხვავებული მოცემულობა, განსხვავებული რეალიებია. ჩვენს ქვეყანაში უნდა გავითვალოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევები. შიდა იქნება თუ გარე საფრთხეები. ასე რომ ჩვენ საკმაოდ სენსიტიურ რეგიონში ცხოვრობთ. მაგრამ მე არ ვიძახი იმას, რომ ეს საკითხი არ უნდა დარეგულირდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პარლამენტს მეც მქონდა კონსტატაციები, რომ დროზე დაესრულებინათ ეს რეგულაციები და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოაგვარებენ ამ პრობლემას. კარგით, მაშინ ვიდრე სხვა თემაზე გადავალთ, უბრალოდ მითხარით, ვის ხელში უნდა იყოს შსს-ს თუ ემხრობით იმ ორი გასაღების პრინციპს? არა, მე გეტყვით, რომ მე გუშინ საკმაოდ რთულად განმარტე, ხო? მე აბსოლუტ გულწრფელად გითხარით და იგივეს გავგიმეორებთ ხა. მე ჩემი კიდე გითხარით, რომ მე ვარ პირდაპირ და მე შენ პირდაპირ გითხრა ჩემი სათქმე. მე მიმაჩნია ვინაიდან ვიცი რა ეს სფერო და ვიცი რა ეს გამოწვევები და პრობლემატიკა კარგად საკმაოდ ღრმადულად გარკვეული ამ პრობლემატიკაში. მე მიმაჩნია, რომ ეს ეგრეთვე გასაღები. მე მინდა გასაღები აუხსნა მოსახლეობას. წვდომა, გასაღებია ტექნიკური საშუალებები, რომელიც ეს არის უამრავი სერვერები და ტექნიკური საშუალებები, კაბელები დაშენილი, რა თქმა უნდა. ამის ერთი ხელის მოსმით და თქმა იმის თაობაზე, რომ ეს კონდეს მოსამართლის ოპერატორებს და შემდეგ შეიძლება თქვენს მოგინდეთ ამის ფლობა, გასაღების ფლობა. გაინტერესებს გასაღების ფლობა. ეს რა თქმა უნდა არის ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს შეიძლება აქვს თეორიული ცოდნა, მაგრამ პრაქტიკასთან როცა არ გაქვს შეხება, გაქვს დამახინჯებული ინფორმაცია, ამიტომ საჭიროა მოусმინოთ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პრაქტიკასთან პირდაპირ შეხება. არ შეიძლება პრაქტიკის გარეშე თეორია დანერგოს სახელმწიფოში. ჩვენ ამით შეიძლება თუ მხოლოდ თეორიის მიხედვით ვიხელმძღვანელებ და ვიმუშავებთ, ხო? შეიძლება სახელმწიფო დაანგრევს ადამიანს. მე რა თქმა უნდა მაგას არ დაუშვებ, ყოველ შევეწინააღმდეგებ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი მოქალაქეების ურთიერთობას. მაგრამ მეორე მხრივ და დაასუსტებს სახელმწიფოს. მე არასოდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება დარწმუნებული ვარ გაგრძელებს რაღაცას, რომელიც დაასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეების ურთიერთობას. არ გულისხმობ იმას, ან საფრთხეს შეუქმნის. მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე გუშინ ვთქვი, რომ სამი კომპანია, რომელიც არის მთავარი ძირითადი მობილური ოპერატორები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ უნდათ აღნიშნული გასაღების ფლობა. მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი. კი ბატონო, ეს ერთი. და მეორე, მე არავის შორისხოს არ ვაყენებ, მაგრამ ვიცი რა საფრთხეები და ვიცი რა სპეცსამსახურების მუშაობის, ასე ვთქვათ, ზოგადად მათი მუშაობის სპეციფიკა. დიახ. არსებობს ძალიან მარტივად, რო აგიხსნათ, მოქალაქეებს რო მოსახლეობას რო აგიხსნათ, ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, საშუალებები, რომ მოხდეს, თუნდაც შემოღწევა, შეხწევა მოხდეს ამ კომპანიებში და თუნდაც მაგალითად, თუ მათ ექნებათ ეს გასაღები და კონტროლი ექნებათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და კომუნიკაციებზე, ხო? და ამ კომუნიკაციის მოპოვება შეიძლება გაფრთხილება, შემ დაცვა შეიძლება. ეს რა თქმა უნდა რისკის შემცველია. და არც ერთ სახელმწიფოში, თქვენ ვერ დამისახებთ, თქვენ კი არა, უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ოპონირებენ ამას, ოპონირებას უწევენ, ხო? ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ დამისახებთ მაგალითად, უცხოური კომპანიები ფლობენ ამ გასაღებს. თუ ასეთი არის, თუ ასეთი მაგალითი აქვს, ვთქვათ, რომ საზოგადოებას გაუზიარონ ეს ინფორმაცია. ხო, თუმცა თუ აი უცხო ქვეყნის ინტერესი იქნება და აი ამ კომპანიას ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება რომ კონდეს წვდომა ამ მოსმენებზე, თუ ეს არის უცხო, მოდით არ ვიდაოთ ამ თემებზე, თუ მოსახლეობას მინდა რომ განვმარტო. ანუ რა პრობლემაა ეხლა თუნდაც თუ მომდებათ რომ ინფორმაცია უცხოური ქვეყნების, უცხოურ კომპანიებს გადასცემს ამ საშუალებას კონტროლის გარეშე და ეს ყველაფერი იქნება ხელმისაწვდომი მათთვის. ეს არის პირდაპირ დანაშაული. სახელმწიფო ჩაიდენს დანაშაულს, მათი მოქალაქეების უსაფრთხოება და სახელმწიფო საიდუმლო, რომლის გამჟღავნება არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის უდიდესი დანაშაული. იმით ამაზე ყველა კარგად დაფიქრდეს. მაგრამ მე რა თქმა უნდა არ ვამბობ იმას, რომ ბალანსი არ უნდა იყოს დაცული, უნდა იყოს ბალანსი დაცული, რა თქმა უნდა ჩვენ ერთის უნდა ვიზრუნოთ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ უნდა გვაუწყდება ჩვენი მოქალაქეების მთავარი უფლებები, მათი უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე. ანუ პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგება მობილური ოპერატორების გადაცემას ამ გასაღების. მე ვარ პირდაპირ მოწოდებული და მე მოტივირებული ვარ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს. მაგრამ არა გაუაზრებლად და არა ასე არაგონიურულად. არ შეიძლება რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირდაპირ წვდომის საშუალება გადასცე უცხო ქვეყნებს. უცხო ქვეყნები, რა თქმა უნდა, დაინტერესებული არიან, რომ რაც შემო მეტი ინფორმაცია მიიღონ და ასე აქედან გამომდინარე მიმაჩნია რომ უნდა იყოს ეს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, მაგრამ ამას უნდა დაუწესოთ გარე, ასე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმი. ეს შეიძლება იყოს პერსონალური დაცვის ინსპექტორი, რომელიც არის პირდაპირ მის შესახებ არის ცალკე თავი მიზღვნილი ევროკავშირის ასურების ხელშეკრულებაში და გვაქვს კონკრეტული ვალდებულები, რომელიც შევასრულოთ. ეს შეიძლება იყოს სხვა მექანიზმი. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. და არა ის მოთავაზებული სასამართლო ოპერატორი და შსს. კარგეთ, მე არ მინდა რომ მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბროთ. როგორც ამოგიგენთ, დღეს საქართველოში არის 250 მოსამართლე. მოსამართლებს თელ საქართველოში.
როგორ წარმოგიდგენთ, რომ გქონდეთ ეს საშუალება, ეს გასაღები, ეს გასაღები ხომ არა, რომ გადაატრიალებ და ჩართავ რაღაცას. იქ ჭირდება კაბელის როგორც მინიმუმში მიიყვანოთ, ხო, ეს ოპტიკურ ბოჭკოვანი, ასე ვთქვათ, კაბელები რაც იქნება. საშუალებები, ტექნიკური საშუალებები. და ამის ეს არის 20 საათიანი წვდომა. მე მაგალითს გეტყვით, მარტივ მაგალითს რა. თუ შეიძლება თქვენ ალბათ იცით ბოლო დროს გახმაურებული გატაცების ამბავი. დიახ. ამის თაობაზე რა ინფორმაციაც მე მაქვს. ამის თაობაზე შსსმ მიმართა სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობით, რომ ესა თუ ის ნომერი ჩაერთოთ და გაეკონტროლებინათ, ვინაიდი ინფორმაცია ჰქონდათ ამ ბავშვის, ესე იგი ამ ადამიანის გატაცების თაობაზე. და ერთ-ერთი კონკრეტული ეჭვმიტანილის თუ ბრალდებულის ამ შემთხვევაში დაკავებულის ტელეფონის ჩართვა სთხოვეს. საქმე ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს. ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულს. ამ შემთხვევაში პირველ ჯერ სასამართლომ არ გაითვალისწინა შუამდგომლობა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ღმერთმა დაიფაროს რაღაც რომ მომხდარიყო. ვისი პასუხისმგებლობა იქნებ დადგებოდა ამ შემთხვევაში? რაღაც რო ისი არ წარმართული იყო ასე გამოძიება. ამ ყველაფერს მე იმიტომ გეუბნები თქვენ და მოსახლეობას მინდა განვმარტო იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ თეორიაზე აცხადებს პრეტენზიას, რომ ეს ყველაფერი უნდა გაიაზრონ. ვისაც აქვს პრაქტიკასთან წვდომა შეხება, ამ ადამიანს უნდა მოусმინონ და გაიაზრონ, რომ სახელმწიფო საწინააღმდეგო რაღაც გადაწყვეტილება არ მიიღო. კარგით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი ვისაუბრა, არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვინაიდან არა, შეუძლებელი იყო დღეს ჩვენ რომ ამ თემისთვის გვერდი აღვევლო, იმიტომ რომ რეალურად დაიდო ისეთი სურათი სწორედ დღეს ამ თემის ირგვლივ, რომ საქართველოს პარლამენტში გაუჭირდა სახელმწიფო გუნდს დაუშვათ საჭირო ხმების მობილიზება. ამაზე ოდნავ მოგვიანებით დაგისვათ კითხვას. არა, ძალიან დეტალური კითხვები უნდა დაგისვათ კოალიციასთან დაკავშირებით. ეს გააკეთა განცხადება, მე მქონდა კონსტატაციები ასევე. მე სრულად გავიზიარი მათი ეს მიდგომათი სულისკვეთება, რომ რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან რომ კანონის ამოქმედებამდე იყო დარჩენილი სულ რაღაც რამდენიმე საათი, არ შეიძლება ამ რისკის აღება და ვაკუუმის შექმნა. და რა თქმა უნდა, გონივრული სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. მე მინდა მათ მადლობა გადაუხადო, ვინაიდან ეს ხო ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ვეტოს დაძლევა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, მაშინ როცა საქმე ეხება ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო ასე ვთქვათ კანონებს, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ეს არ იყო საჭირო ამ შემთხვევაში და გაუმართლებელი იყო. კი ბატონო, და ვიდრე გადავალ ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე, საინტერესო არის როგორ მიდის ჩვენი ინტერაქტივი, ჯერჯერობით 8000-ზე მეტი ზარი არის შემოსული და ჩვენ გვაქვს დასმული კითხვა, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ სამართლიანობის აღდგენა და ჯერჯერობით პასუხებში ჭარბობს რასაკვირველია სამუშაო ადგილები. ეს იქნება ჩემი შემდეგი კითხვა, მანამდე კი რომ ამოვწუროთ თემა. მიხვედით პრეზიდენტთან სასახლეში, რომელიც არ გიყვართ ეს სასახლე, გულისხმობ პრეზიდენტის სასახლეს. პრეზიდენტის სასახლეს, ну ყოველ შემთხვევაში მე მომწონს რომ უყურებ როგორც შენობა ძალიან მომწონს ისე რატო უნდა მიყვარდეს ან არ მიყვარდეს მაგრამ ანუ ეს სასახლე გახდა თავის დროზე მიზეზი გიორგი მარგველაშვილის მიმართ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განაცხენების და ამას მოყვება ჩემი შემდეგი კითხვა როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რატომ მიხვედით მარგველაშვილთან ეს იყო თქვენი მხრიდან ღია დემონსტრირება რომ დაპირისპირება არ არის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის თუ რა იყო და თუ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპირებდა დავარქვათ მოდით პირდაპირ შერიგებას პრეზიდენტთან. მაგარი ხერთ ესე გინგა. მე მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში მე მინდა გითხრათ რომ ეს სასახლე მომწონს არ მომწონს ჩვენს მოწონებაზე არ არის ხო ბუნებრივია და მიყვარს არ მიყვარს რატომ უნდა მიყვარს სასახლე რომელიც სააკაშო მაშინა ხალხის პულით 9 მილიარდზე მეტი გადაიხადა. რა თქმა უნდა მე მაქვს პროტესტი ამ შენობის მიმართ ვინაიდან მიმაჩნია რომ არ არის შესაბამისობაში ჩვენს რეალობასთან. და საქართველოში არსებული მდგომარეობა არ არის ადეკვატური და მოქალაქეთა ჩვენი მოქალაქეების ყოფა მდგომარეობა არ შეესაბამება. საქართველოს არ უნდა მისცეს არასოდეს უფლება და ხელისუფლებამ უფლება თავის თავს რომ ასეთი ტიპის ფუფუნების ადგილები მოიწყოს. და რა თქმა უნდა პროტესტი მაქვს მე როგორც და მქონდა მაშინ როცა სააგაშო მაშინა ჯერ კიდევ მაშინ როცა არჩევნ არ ვიყავ პოლიტიკაში. ეს ჩემი მოქალაქეობის პოზიციაა. რაც შეეხება ჩემს მისვლას, რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ მინდა გამარტო. რომ მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას მივიდე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ადგილას. როცა საქმე ეხება ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ამ შემდეგ. და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ჟესტი. ეს აქ არ განსაკუთრებული არ ყოფილა. მე არ მიმაჩნია რომ რაღაც განსაკუთრებული დემარში გავაკეთე ამით. ნორმალური იყო. ასეც უნდა მოქცეულიყავ, ვინაიდან ჩვენ სხვანაირად მოქცევის უფლება არ გვაქვს. ეს ქვეყანა არის ჩვენი ყველასი. და ჩვენ ხალხმა აგვირჩია, ხალხმა მოგცა ნდობა, რომ მართოთ ეს ქვეყანა. და აქ პირადზე, მე პირადული არაფერი არ მაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ. არც რატო არ მქონია და არც მექნება, იმიტომ რომ
აქ პირადულზე არასოდეს არ უნდა დავიყვანოთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ საუბარი გვაქვს ქვეყნის მართვაზე და ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლაზე. ჩვენი მოქალაქეების განვითარებაზე და მათ დაცულობაზე და მათ განვითარებაზე და უსაფრთხოებაზე, ხო? და როცა საუბარი არის მსგავს ტიპის ფორმატებზე, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ ყოველთვის მივიღო მონაწილეობა. ასევე უნდა იყოს მზად პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსულტაციებს გადიოდეს მთავრობასთან, პარლამენტთან. აი ეს მაგალითად დღევანდელი საკითხი რაც იყო, ხო? მე მაგალითად ასე არ მოვიქცეოდი მაგალითად. ძალიან მარტივად თუ პრეზიდენტის ადგილას? არა, ხო, მე გეტყვით რომ ძალიან მარტივი იყო თუნდაც შეთავაზება პარლამენტისთვის რომ ხომ არ ჯობია რომ დეკემბრამდე გადმოწიოთ. ეს ასე ვთქვათ, ვადა, ხო? ძალიან მარტივი იყო პარლამენტი ამას გაიზიარეთ, დარწმუნებული ვარ. ეს გონივრული იყო შეიძლება. თუ არ გაიზიარებდა, მაშინ დაუსაბუთებდა. მით უმეტეს პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირ ასე ცდომა და კომუნიკაცია საპარლამენტო წარმომადგენლობასთან, ხო? მე გულისხმობ იმ ჯგუფის ხელმძღვანელობას, რომელიც ჩართული არის ამ მოსმენების კანონის შემოსჭრაობის პროცესში. ასე რომ მე არც თქვენთან არ გაუულია მას კონსულტაციები მთავრობასთან, ვეტოსთან დაკავშირებით? არა, აბსოლუტურად არა. ხო და აქ მიდგომებზეა საუბარი. ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს. მე შეიძლება ასე მოუხსეულიყავი, შეიძლება. მაგრამ ნუ არ ვიცი ხა ეს მისი გადაწყვეტია, მისი გადაწყვეტილება იყო და რა თქმა უნდა მე ამაში არ ვერევ და არ ჩავერევ არასოდეს. კარგით, შესაძლებელია ეს კითხვები სწორედ მასთან დაკავშირებით, იმიტომაც იყო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე შეფასებები რომ ისმოდა სხვა შორის მინისტრებზე გულისხმობ მინისტრების განცხადებებს. თავად მარგველაშვილმა ამ სტუდიაში თქვა ერთხელ, როდესაც სტუმრად იყო, რომ ბიძინა ივანიშვილმა აუნთო მწვანე შუქი მთავრობის წევრებს იმისთვის, რომ ჩემს მიმართ ღია კრიტიკით გამოსულიყვნენ. მოდით გადავიდეთ სხვა შეკითხვებზე. მე ვერ დაგეთანხმებით მაგაში, ნამდვილად. აი რაც თქვენ თქვით. ეს მე არ მithქვამს გიორგი მარგველაშვილმა თქვა რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო ანთებული მწვანე შუქი რომ დარტყმა წასულიყო გიორგი მარგველაშვილის მიმართულებით. არ ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ მინისტრებს აქვთ საკუთარი მოსაზრება და ეხლა მე საერთოდ მინდა გითხრათ რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არასოდეს არ აკრიტიკებს ადამიანს უსამართლოდ. ოღონდ მე არ მახსოვს რომ ოდესმე ადამიანი გაეკრიტიკებინოს უსამართლოდ. შესაბამისად, როცა ხედავ რომ ადამიანი სამართლიან დაკრიტიკებს ამას თუ იმ პიროვნებას, იქნება ეს ღარიბაშვილი, უსπაშვილი თუ მარგველაშვილი თუ საგანიზმო თუ სხვა, ეს ნორმალურია და ეს ადამიანებს არჩევანია რომ მათ გაიზიარონ, ან არ გაიზიარონ. ამ შემთხვევაში თუ მინისტრების უმრავლესობამ გაიზიარა ეგ აზრი, ეს ნორმალურია. აქ არაფერი შუაში არის მწვანე შუქის ანთება და თუ წითელი შუქის ანთება თუ ვეტოს დადება. კარგით, მოდით გადავიდეთ ერთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ჩვენი ინტერაქტივიდან გამომდინარე აწუხებს ყველაზე მეტად მოსახლეობას. ჯერჯერობით პირველ ადგილზე გადის პრობლემებში სამუშაო ადგილები. 2 წლის თავზე თქვენ უკვე 2 წელია ხართ ხელისუფლებაში და 2 წელი კიდევ გაქვთ წინ დარჩენილი. ოდნავ მოგვიანებით მე მაინტერესებს თქვენი მომავალი 2 წლიანი გეგმის შესახებ, მაგრამ მოდით მანამდე ვისაუბროთ ამ 2 წელზე. რა შეგიძლიათ უთხრათ ბატონო პრემიერ-მინისტრო იმ ადამიანებს, ვინც არჩევნებამდე 2012 წლამდე იდგა თქვენს გვერდით. როგორ ფიქრობთ, ქართულმა ოცნებამ გაუმართლა ამ ხალხს მოლოდინი? მე ასე გეტყვით, რა არ შემიძლია რომ არ ვუთხრა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენ აგვირჩიეს. მე ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ამ ადამიანებისთვის და სწორედ ამ მიზნით მე რამდენიმე დღის წინ მქონდა ალბათ თქვენ უყურებდით. ძალიან სელი ანგარიში. ძალიან დიდი ინტერესი გუსმინე მაინტერესებდა რაზე გააკეთებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მთავარ აქცენტებს, დიახ. და მე იქ აქცენტები გავაკეთე იმ მიღწევებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით თქვენის ნებართვით, კიდევ ერთხელ განვმარტო მოსახლეობას ანგარიშ ჩაუბარო, თუ რა გავაკეთე ძალიან მოკლედ რეზუმე გავაკეთო. დავიწყებ იმით, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული თითოეული საქმე, თითოეული დახარჯული ლარი იქნება თუ ეს თუ ჩვენი რეფორმა იყო მიმართული იმისაკენ, რომ სახელმწიფოს საფუძველი, საძირკველი გაძლიერდეს. მანამდე ჩვენ ალბათ აღარ ვდავთ იმაზე, რომ სააკაშვილის დროს, წინა ხელისუფლების დროს რაც კეთდებოდა, ეს იყო ძირითადად ფასადური. ფასადური იყო დემოკრატია, უბრალოდ შეურაცხყოფელიც კი არა დემოკრატიის ხსენება იმ რეჟიმის დროს, დამაკნინებელია ძალიან და გაუფასურებულია სიტყვა სააკაშვილის დროს. სამწუხაროდ. და ჩვენ დროს რაც ჩვენ გავაკეთეთ, ნებისმიერ სფეროში, სფერო დამისახელეთ, თქვენ თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მე მზად ვარ გიპასუხოთ მაქსიმალურად. არა, შეკითხვები მე გეტყვით მაგალითად, ჩვენს მიერ განხორციელებული ბიუჯეტთან, ასკარხანასთან, ბენზინის გაიაფებასთან და ასე შემდეგ. თქვენ დამისახელეთ ერთი საქმე, რომელიც ერთი დანაპირი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. არა, მე 2 წლის განმავლობაში მე მინდა რეზიუმე გავაკეთო. ჩვენ ქონდა ძალიან რთული პერიოდი. ძალიან რთული 2 წელი გავიარეთ ჩვენ. მინდა ხალხს განვმარტო. აქ ერთია რა ჩანს რეალობა, რა რეალობა არის წარმოჩენილი ტელევიზიებში და მეორე არის რეალობა, რომელიც არის დამკვიდრებული საქართველოში.
პირველი წელი იყო ძალიან რთული წელი. ეს კოჰაბიტაციის პერიოდი, ეგრეთ წოდებული, ავაცახსენებელი პერიოდი, ასე ვთქვათ. ძალიან რთული იყო, ამიტომ ჩვენ ყველაფერი გვიწევდა, ყველაფრის კეთება გვიწევდა პარალელურ რეჟიმში. ანუ იქნებოდა ეს განვითარება, პროექტები, რეფორმები, მაშინ როცა ყოფილი პრეზიდენტი ყოველდღიურ რეჟიმში და მისი გუნდი ხო, საბოტაჟს ეწეოდა, პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა რეალურად ჩვენი ხელისუფლება და ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი მიღწევები არის ძალიან შტამბეჟდავი. მე არ გეგონოთ მე ვისმენ ახლა ხშირად ოპონენტებისგან კრიტიკას იმის თაობაზე რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილებაში გადავარდნები, ხიბლში ვარ და ასე. აქ არაფერი ხიბლზე არ არის საუბარი, მე მინდა ღიად ვესაუბრო, მაგრამ მე მზად ვარ მოვისმენ მათგან ჯანსაღი კრიტიკა. რომელ ნაწილში არ მეთანხმებიან მაგალითად. მე ვერ მოვისმინე მაგალითად მათ მიერ დასაბუთებული კრიტიკა, მე ვცელი დეტალური ანგარიში ჩავაბარი ხალხს. იქ მოვიყვანი კონკრეტული ციფრები, კონკრეტული მონაცემები, კონკრეტული ფაქტები. გამოვიდეს ნებისმიერი ოპონენტი და მითხრას რომელში არ მეთანხმება. ან გამოვიდეს, მე მზად ვარ მივიღო შეკითხვებს საზოგადოებისგან, მივიღო ჟურნალისტებისგან, თუ ეს კითხვა მათგან მომდინარეობს და არა ჩვენი ასე ვთქვათ დემაგოგი და სიცრუის ასე ვთქვათ მატარებელი ოპოზიციისგან, ხო? მე აღარ მსურს ამ ადამიანებს რამე მიუპასუხო. იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც ან მეგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, ეს ადამიანები რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოსახლეობას არწმუნებენ რომ ყველაფერი რაც დღეს კეთდება არ კეთდება და არის სუდი და ასე შემდეგ და ყველაფერი რაც კეთდებოდა მათ დროს იყო სასწაული. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა. თუ 2 წლის წინ ყველაფერი კეთდებოდა და იყო ბრჭყვიალა და ასე შემდეგ, ჩვენ დროს რაც გაკეთდა, ეს არის ის საქმე, რომელიც მოსახლეობამდე არ მიდის სამწუხაროდ. რა გაკეთდა? აი, მითხარით დამისახელეთ თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა, რას თვლით ყველაზე დიდი მიღწევა? არაერთ. მე დავიწყებ იმით, რომ ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ჩვენ განმახორციელებთ, ჯანდაცვის პროექტი, ეს არის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, რომლის მეშვეობით ჩვენ დავაზღვით 2.791.000 ადამიანი. დღეს საქართველოში ყველა მოქალაქე არის დაზღვეული, მინდა. ყველა მოქალაქე, მე დარწმუნებული ვარ, ეს რომ მომხდარიყო, ამას არასოდეს არ გააკეთებენ. და რატომ? იმიტომ რომ სურვილი არ ქონდათ. ისინი ადამიანებზე არ იყვნენ ორიენტირებული. ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული. და ჩვენ ამას ჩვენი სიტყვით კი არ ვაკეთებთ, ამ ჩვენი საქმით ვაკეთებთ. საქმე არის ის, რომ 2.791.000 ადამიანი დავაზღვიეთ. ის არის საქმე, რომ დღეს მოქალაქეს აღარ ეშინია. თუ მისი ოჯახის წევრი გახდება ცუდად ან მისი მშობელი თუ იქნება შვილი, ის წავა და სახელმწიფო უპატრონებს მას. სახელმწიფო დგას ამ თითოეულ მოქალაქეს უკან. და მოქალაქე არის დაცული. ამას ჩვენ მილიარდი ლარით გავზარდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ეს მილიარდი ლარი მე უცხოური მეკითხებოდი ამასინათ რომ საიდან გამონახეთ გამოძემეთ მილიარდი ლარი. გამოძემთ იქედა რომ ჩვენი მთავარი ღირებულება დავისახეთ ადამიანი და ჩვენი მოქალაქეები. აი ამ სურვილიდან გამოვედით ჩვენ და გამოვნახეთ მილიარდი ლარი. გავზარდეთ პენსიები. გამოგეხსენებათ რომ პენსია გახდა 150 ლარი და ჩვენი დანაპირები წინასწარში იყო ის რომ პენსია გახდებოდა საარსებო მინიმუმი. თუმცა საარსებო მინიმუმზე დაბალი არის დღეს რეალურად. საარსებო მინიმუმი არის 158 ლარი. არასორი ინფორმაცია გქონდა. და თქვენ ასე გამოგიჭირეთ ამ არა, რატომ გამომიჭირეთ? ახლა იმიტომ რომ 158 ლარი არის საარსებო მინიმუმი. ჩვენ 150 ლარი გავხდეთ პენსია. ყველა მოქალაქეს 115 ლარი არის საარსებო მინიმუმი, აქედან გამომდინარე უბრალოდ. არა, ნუბიდავებ თუნდაც იყოს 158. არა, გასაგებია ჩვენ რაც დავპირით მოსახლეობას გაუკეთეთ. და ასე მე მინდა გითხრათ რომ მარტივი შედარება რომ თუნდაც ის რამდენიმე დღის წინ 180 სასწრაფო დახმარების მანქანა დაურიგეთ ყველა 180 მანქანა წლის ბოლომდე, ამ წლის ბოლომდე დაურიგება ყველა რეგიონს, ყველა რაიონს. მანამდე მიშას დროს იყო უაზები. ძველი მოძველებული, გაუბედურებული მანქანები. ამაზე არავინ არ საუბრობს. არც არავინ იყო ვინც შეახსენებდა მიშას რომ უკაცრავად წინა ხელისუფლებას რომ საჭირო ადამიანებზე ზრუნვა. და ჩვენ ეს მილიარდი გავანაწილეთ პენსიებში, გავაორმაგეთ სოციალურ დახმარება, დევნილების დახმარება გავაორმაგეთ და პენსია გავხდეთ 150 ლარი. და ყველა მოქალაქე დავაზღვიეთ. და ამას გეტყვით რომ მაგალითისთვის თქვენ რომ მიხვდეთ სხვაობას და მოქალაქეს რომ შევახსენოთ. კი ბატონო, ბძანეთ და სააკაშვილის დროს ვინ წარმოიდგენდა რომ პატიმრებზე სახელმწიფო იზრუნავდა მათ მკურნალობაზე. ჩვენ პატიმრების მკურნალობისთვის 1000 პატიმარს ვმკურნალობთ ცეჰეპატიტს, ტუბერკულოზს და ასე. ჩვენ ხარჯავთ ყოველწლიურად 6 მილიონ ლარს. რომელ მკურნალობაზე იყო საუბარი, მაშინ როცა ადამიანებს პატიმრებს კლავდნენ წამებით. გაუპატიურებით და 1000 საშინელებით. ჩვენ საქმეები გამოვიძიეთ და სააშკაროზე გამოვიტანეთ. კარგით. არა, კარგით არა. თუ შეიძლება დამთავრებინეთ. მაგალითს გეტყვით რომ დევნილებისთვის მაგალითად ჩვენ 14 მილიონი დახმარება გავუწიეთ დევნილებს სოციალურ პაკეტის ვარგლებში. 10500 დევნილს მივეცით საცხოვრებელი. ერთლარად გადავეცით 4000 ოჯახს საცხოვრებელი დაუკანონით ფართობი. და გეროს საკუთრებაში გადავეცით. ეს ხდება სულ რაღაც 2 წელიწადში. მაშინ როცა
გართულებული იყო და ჩვენ პარალელურში უნდა გვემუშავა ყველაფერზე. საშინაო პოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ეს რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ რომ არ ვართ დაკავებული 20 საათიან პიარით და სიხალბით. ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ არ ვმუშაობთ. ჩვენი ოპონენტები და მედია საშუალებები, სხვადასხვა სამწუხაროდ, საუბედუროდ, ავითარებენ იმას, რომ მიზანი მართულად მოსახლეობაში თესავენ, ასე ვთქვათ, მცდარ აზრს. ყოველდღიურად იმაზე მედის აფიში. თან სიტყვები აქვს შერჩეული, უსუსურად ჩვენს ოპონენტებს, მართლაც ვიზი აქვს სალაპარაკო ადამიანები, რომელთა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მინისტრები და არიან კრიმინალები. პირდაპირ მნიშვნელობით. მერაბიშვილი, ახალაია, უამრავი ადამიანი ახალაია. თუმცა მაგაზე შემდეგ დაგისვათ მე შეგხვდებით. ევროსაბჭოს რეკომენდაციებს და ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადებით. ადამიანი პრეზიდენტი, რომელიც 8 წელი თუ 9 წელი იყო პრეზიდენტი, პირდაპირ გაურბის შეკითხვებს, ვალიერ გილაშვილის საქმე მაგალითად. პროკურატორამ დაიქირავა რამდენიმე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროკურორი. ერთ-ერთი პროკურორი არის, რომელიც მილოშევიჩის საქმეში იყო მონაწილე, მეორე პროკურორი იყო მთავარი პროკურორი ისრაელის, რომელმაც გაასამართლა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ასევე ამერიკელი, რომელიც ძალიან ცნობილი და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე არის. მათ შეისწავლეს მაგალითად ვალიერ გილაშვილის საქმე. მათ ნახეს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საქმე. და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა წავიდეს სასამართლოში დამტკიცდეს, მაგრამ რაც დამტკიცდა ეს ადამიანები კრიმინალები. მერაბიშვილი, ეს ახალაები და ვიღაცები. ანუ და ძალიან მძიმე ბრალი არის ადეიშვილის წინააღმდეგ, კეზერაშვილი, იქნება უგულავა და სხვა. და სააკაშვილს აღარ ვსაუბრობ უბრალოდ. და ეს ადამიანები, ანუ ჩვენი ოპონენტები, როგორ შეიძლება მათ ოპონენტები უწოდო? ან ოპონენტებად აღვიქვა, რომლებიც 20 საათის განმავლობაში ცდილობენ იმას, რომ მათი ეს კრიმინალური საქმეები, ანუ ამ პიროვნებებს, რომელზეც მე ჩავთვალე, რომელზეც სასამართლომ თქვა, დამოუკიდებელმა სასამართლომ თქვა, რომლის თავმჯდომარეც არის ბატონი კუბაშვილი, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო ეს არის დამოუკიდებელი. სასამართლომ თქვა, რომ ეს ადამიანები კრიმინალები, გამოვიტანა განაჩენი. ეს ადამიანები ყოველდღე ამტკიცებენ იმას, რომ ეს არის პოლიტიკურად ასე ვთქვათ, მოტივირებული საქმეები. ამას არა მარტო ეს ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ მე სხვა ამ თემაზე უნდა დამისვა, არა, ერთი წუთით კითხვა, მაგრამ აქ მაშინ უნდა გავიხსენოთ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სწორედ ეს თემა და აღძრული საქმეები ერთგვარად პოლიტიკური შეფერილობის დევნად შეფასდა და ასევე შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადება, რომლის ერთი ნაწილიც პოლიტიზირებულ სამართლებრივ დევნას შეეხებოდა. ეს ისე უბრალოდ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს ადამიანებიო, მე კი არ ვამტკიცებ ამას. ეს არის უბრალოდ ის რეზოლუცია, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. რეზოლუციასაც შეეხება. ეხლავე მიპასუხებ თუ ჯერის თემები კი ბატონო და მიუბრუნდეთ შემდეგ კვლავ. დრო თუ გვაქვს მიუბრუნდები, ესე იგი. რაც შეეხება რეზოლუციას მე მინდა გითხრათ, მომხსენებლები, რომლებიც იყვნენ, ესე იგი, მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელები. ანუ რეალ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ჩამოვიდნენ, სწავლობდნენ აქ არსებულ რეალობას და ეჭოხომარეპარება ვინმეს მათ კომპეტენციაში, ან მათ ობიექტურობაში. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენ ამ რეზოლუციაზე ვამბობთ უარს. მათ მოითხოვეს ამ რეზოლუციას უკან გამოთხოვა, თუმცა ვინაიდან იქ ხმები გადაიწონა და 9 ხმის სხვაობით, ესე იგი, კომიტეტიდან გავიდა მაინც ეს რეზოლუცია და შემდეგ ხმა მისცეს და ეს რეზოლუცია მიიღეს. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ეს არის პარტიზანული და ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია. როგორ შეიძლება ამ რეზოლუციით სპეკულირება საერთოდ? და მე მიკვირს ახლა თქვენი მინად მე ვიცი რომ თქვენ ხართ ობიექტური და საკმაოდ დეტალებში გარკვეული. ეს ევროსაბჭოს რეზოლუცია და ამერიკის არა მე არ ვიზიარებ თუ ვიზიარებ ეს არაა თემა. მე უბრალოდ იცით რა მოდით მე უბრალოდ დავაკონკრეტებ რომ ეს იყო თქო ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადება და ევროსაბჭოს რეზოლუცია და მე როგორ ჟურნალისტი ბუნებრივია ვარ ვალდებული რომ ასეთი ტიპის შეკითხვა რა შეიძლება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან წამოსულ ასე ვთქვათ რეკომენდაციებს არის რეკომენდაცია. ისინი ღელავენ ერულობენ რომ ჩვენ დემოკრატიული განვითარება ჩვენი დემოკრატიული განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს და არ შეფერხდეს. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ დელეგაციამ რატო ვერ მიიღო ის სასურველი რეზოლუცია? დავასრულებ უკაცრავად. ჩვენი მეგობარი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპელი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ემსახურება ჩვენი ინტერესების გაძლიერებას, რომ ჩვენ შეცდომა არ მოგვივიდეს. მე ამ განცხადებას ვიღებ როგორც რეკომენდაცია, როგორც რჩევას, მეგობრულ რჩევას. და თქვენ თუ ნახეთ ამ ორ წელიწადში ჩვენ ძალიან დიდ წარმატებას მივახციეთ. მე დანიშნული და სამთოში ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ობამასთან მქონდა შეხვედრა, ვიცე-პრეზიდენტთან და უმაღლესი დონის შეხვედრა მქონდა ევროპაში, ევროპელი ლიდერები, არაერთი ლიდერი ჩამოვიდა ჩვენთან. ჩვენ გვაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა ევროპისგან, ამერიკის შეერთებულ შტატებისგან. და ჩვენ ყველა დონე საგარეო პოლიტიკის დონეზე ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გარკვეული და ნათელი სურათი. მათ ნახეს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც ვერ მიაღწია წინა ხელისუფლებამ 9 წელიწადში. ბატონო ირაკლი. ასოცირების ხელშეკრულება არის ერთი მთავარი მიღწევა რა ჩვენი ხელისუფლების.
და თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დასრულება წარმატებით, ესეც ერთგვარი ის არის, იმიტომ რომ რეალურია ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზოთ მოგზაურობა ევროპაში. ბატონო ირაკლი, აი როდესაც თქვენ ამ თემზე საუბრობთ, მაშინ აქვე და მე ისევ მინდა რომ იმ საარსებო მინიმუმის თემას და სამუშაო ადგილების თემას მიუბრუნდე, რატომ ვერ მოახერხა მას თქვენმა დელეგაციამ, გულისხმობ საქართველოს დელეგაციას, საპარლამენტო დელეგაციას ევროსაბჭოში, თუნდაც იმ ტექსტის მიღებას, იმ რეზოლუციის, როგორც თქვენ ბრძანეთ. იმიტომ რომ მაგალითად კახი კალაძემ ვიცე-პრემიერმა ჩვენს პირდაპირ ეთერში პირდაპირ გამოთქვა ერთგვარი საყვედური და თქვა რომ მათ ვერ იმუშავეს კარგად. რა სიტყვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი რა? კარგი შეკითხვა. და მე მაქვს მასკოთ შეკითხვა, რომ რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ 2 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ გაკეთებული ამდენი საქმე მოსახლებამდე ვერ მივიდა. ანუ საჭიროა მეტი პროაქტიულობა. უნდა ვიყოთ ჩვენ პროაქტიულები, თითოეული დეპუტატი, ჩვენი ასე ვთქვათ, მინისტრები იქნებიან თუ სამეცნიერო უნდა იყვნენ აქტიურ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. და მე წეგან დავიწყე საუბარი და ვეღარ დავასრულე იდეა, რომ მიზანმიმართულად ჩვენი ოპონენტები და მედია საშუალებები აუცილებელია ავითარებ იმას, რომ აი მთავრობამ კითხვას უბადებენ, რომ ადამიანებს გაუჩინონ, ასე ვთქვათ, ეჭვი, კითხვა, რომ რა გააკეთა მთავრობამ, რა გააკეთა მთავრობამ, ყოველდღიურად იმეორებენ. და არის ბრძნული გამონათქვამი ქართულის გვაქვს, რომ შეძახილმა ხე გაახმოო, ხო? და ან წვეთი წყალი, ასე ვთქვათ, ქვას ხრეთს, ხო? ეს ნორმალური, ეს ფსიქოლოგიურია ეს ყველაფერი და ეს რა თქმა უნდა ისინი ცდილობენ, რომ ადამიანების ქვეცნობიერებაზე მოახდინონ ზეგავლენა, მაგრამ ამას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს. ეს არის ჩვენი თავარი ძალა. ეს არის ჩვენი თავარი ძლიერება, რაც არის ჩვენ მხარეს. ვერ იმუშავა იმ დელეგაციამ ევროსაბჭოში? არა, დელეგაციაზე აღარ არა, მაინტერესებს თქვენ ბრძანდებით მათი ლიდერი, კოალიციის ლიდერი ხართ ხელისუფლების ლიდერი და მე მაინტერესებს პრემიერ-მინისტრი როგორ აფასებს. აი ის რეზოლუცია, რაც თქვენ ალბათ ასე არ მოგეწონებოდათ, როდესაც ეს წაიკითხეთ, ხო? იგივე პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენს დელეგაციას უნდა ემუშავა უფრო მეტად და შესაძლებელი იყო, რომ სხვა ტიპის ტექსტი დადებულიყო, თუ არა? მიმაჩნია რომ კი, რა თქმა უნდა კი. თვითონ შედეგი მეტყველებს ჩვენი დელეგაციის მუშაობაზე. მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ, რომ ამ რეზოლუციით სპეკულირება და ზოგადად ამით манипуლირება და საზოგადოების შეყვანა შეცდომაში არასწორია. ეს რეზოლუცია არის კიდევ ვიმეორებ, რომ ავტორები ვინც არიან, მომხსენებლები საქართველოს შესახებ, ისინი ამბობენ, რომ ისინი არ ეთანხმებიან რეზოლუციას. მათ ქვეს რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის პარტიზანული რეზოლუცია. კარგეთ. ანუ ნაციონალური მოძრაობა არის ჩვეულებრივი მავნებელი ორგანიზაცია, ხო? მათ უკვე არავითარ სახელი აღარ აქვთ ქვეყნის შიგნით და რაც საკეთებენ, რაც ახერხებენ ჯერ კიდევ, ამასაც მალე დაასრულებენ, იმედი მაქვს. მავნებლობას ახერხებენ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ანუ აგრძელებენ რეალურად ისინი იმ საქმეს, რაც აკეთებენ წლების განმავლობაში. მე მინდა დაუბრუნდე ჩვენს მიერ გაკეთებულ მე მინდა რომ ამას დაუბრუნდე. აი თქვენ მე ჯანდაცვაზე მოგახსენეთ. დიახ. ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც არის ერთ-ერთი უნიკალური, ასევე მე მინდა გითხრათ, რომ დემოგრაფიის მიმართულებით ჩვენ ასევე გქონდა მნიშვნელოვანი სიახლე, ორსულ ქალბატონებს ჩვენ ვეხმარებით უფასო ვიტამინებით, მედიკამენტებით რეგიონებში, რეგიონებსაც დაბალი არის შობადობა, იქ ჩვენ დავუნიშნეთ მთაში 200 ლარი თითოეულ ბავშვზე, ყოველ მესამე და ზემოთ, ბარში 150 ლარი თვეში. რა თქმა უნდა, ეს არის პროექტები, რომელზეც ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ. ასევე მე მინდა გითხრათ განათლებაში მიღწეული ჩვენ გატარებული რეფორმები, ხო? თუნდაც ის ფაქტი, რომ 75 მილიონ ლარს ზოგავს საქართველოს მოსახლეობა, ვინაიდან მათ მოსავლეებს ჩვენ უფასოდ ვაძლევთ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებებს, ხო? 1065 სკოლის 53000 მოსავლეს ვემსახურებით უფასო სასკოლო ტრანსპორტით. ეს არის რეალური მონაცემები, ეს არის ფაქტები, რომელიც შეიძლება გადაამოწმოს ნებისმიერმა ჟურნალისტმა, ნებისმიერმა არასამთავრობო ნებისმიერმა ოპონენტმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ასევე მინდა გითხრათ, რომ სკოლები 1000-მდე სკოლა ჩაუტარეთ რეაბილიტაცია, რემონტი და ასე შემდეგ. ავაშენეთ რამდენიმე 21 ფაკულტეტი გავხდეთ უფასო. 12000 სტუდენტს ვაფინანსებთ მთლიანად პროფესიულ სასწავლებლებში. კი ბატონო. ასევე ვაშენებთ, მე მინდა გითხრათ, რომ შეგახსენოთ, რომ ჩემი ინიციატივით ჩვენ დავიწყეთ, ესე იგი საუკეთესო სტუდენტების გაშვება საზღვარგარეთ. და ჩემი თავარი ამოცანა, ჩემი თავარი მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანები 5 წლის განმავლობაში, უბრალოდ რამდენიმე წლის განმავლობაში, 1 ან 2 წლის განმავლობაში, იმის დამეხოთ რა პროგრამას გადიან უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში, ჩამოვლენ, მიიღებენ განათლება, ჩამოვლენ და სახელმწიფოს მოემსახურებიან. ძალიან კარგი. და ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს არანაკლებ შთამბეჭდავი მონაცემები, თუნდაც ეკონომიკაში, თუნდაც ნებისმიერ სფეროში დამისახელებ. აღარ ვსაუბრობ სოფლის მეურნეობაზე.
მე მინდა გითხრათ შეგახსენოთ რომ ერთი კითხვა თუ შეიძლება ეს მიღწევები რომელზეც თქვენ საუბრობთ ეს არის ძალიან კარგი თქვენ არ გიყვართ ხოლმე როდესაც ოპონენტები დაუშვათ რაღაცას გახსენებენ მაგრამ არა გულისხმობ იმ ადამიანებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და როდესაც გიხსენებენ ხოლმე რა თქვენი ოპონენტები ამას ამბობენ დაუშვათ ეს თქვენთვის ერთგვარი გაღიზიანების თემა ხდება არა უბრალოდ არა მე მინდა კიდევ საზოგადოებას რო განუმარტო მე რა თქმა უნდა არ ვღიზიანდები უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ მათ ნათქვამს და ვერ მივაქცევ. არ მაქვს მე მორალური უფლება რომ მათ უზნეო განცხადებებზე და აბსურდზე და დემაგოგიაზე გავაკეთო სერიოზულ კომენტარს. დავანებოთ ამ ადამიანებს თავი. აი თქვენ ბრძანეთ რომ გაიზარდა პენსია, გახდა 150 ლარი, იქ რაღაც სოციალური დახმარებები, დევნილების და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა რომ ერთი ასეთი კითხვა დაგისვა. თუნდაც აი იმ გაზრდილი პენსიით, თუნდაც იმ გაზრდილი სოციალური დახმარებით, როგორ წარმოგიდგენიათ, შესაძლებელია დღეს ჩვენს ქვეყანაში რომ ადამიანმა არის გაზრდილი ბიუჯეტით. ადამიანმა ჯანდაცვის სამინისტროს არჩინოს ოჯახი, რომ ადამიანმა გამოყვებოს საკუთარი ოჯახი, მით უმეტეს რომ უმუშევრობა არის ქვეყანაში, მით უმეტეს რომ თქვენ თვითონ ებრძანეთ რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში და მე მაინტერესებს აი ამ გაჭირვების ფონზე არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება პრემიერ-მინისტრს, უნდა ვთქვათ ერთი რამ დეტალი, ხალხი ძალიან მტკივნეულად განიცდის ხოლმე იგივე პრემიების და სამთავრობო სარგოების თემას და მე მინდა წაგიკითხოთ თქვენივე თანაკოალიცია დავით ბერძენიშვილის კომენტარი, როცა მერი მაღალჩინოსნებს გაორმაგებულ შემოსავალს უნიშნავს და თუნდაც რეპრესირებულებისთვის თანხა არ არსებობს, ამას არ შევეგუებით, არ შეუერთებით მთავრობას სამარცხვინოს აქციელში. ეს არის თქვენი თანაკოალიციელის დავით ბერძენიშვილის სიტყვა. ხო, არ ვიცი, ამას როგორ შეაფასებთ? სულ ბოლო სკანდალი იყო იგივე თბილისის მერიაში გაცემული პრემიები. რატომ გავიხსენე მე ეს ყველაფერი? არა, სკანდალი. ხალხი ამას ძალიან მტკივნეულად განიცდის იმ სიღარიბის ფონზე, რაზეც თქვენ თავადვე საუბრობდით თქვენს გამოსვლაში. თქვენ არასწორ კონტექსტში დაალაგეთ ეს ყველაფერი. რატო? რატომ და გეტყვით? 2 მილიონი გაჭირვებული ადამიანი დღეს არ გაჩნდა ქვეყანაში. წლების განმავლობაში მეორე ათეული წელია და ეს არის მარადიული თავისკივილი ჩვენი ქვეყნის მე არ მემკვიდრეობა რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ერგო წინა ხელისუფლებისგან მილიონი სამუშაო ადგილიდან დაწყებული დღემდე ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა მე არ ბატონო კი მაგრამ მე ასევე მინდა მოგიწოდოთ რომ საზოგადოება არ უნდა შეიყვანოს არავინ იქნება ჟურნალისტი პოლიტიკოსი ოპოზიციონერი თუ სხვა თუ არასამთავრობო წარმომადგენელი არ უნდა შევიყვანოთ ჩვენ შეცდომაში არ უნდა გაუშვინოთ ჩვენ ცრუ მოლოდინები. 2 მილიონ ადამიანს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ფარგლებში და ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ ეკონომიკის ასე ვთქვათ ქვეყანა ვერ გაამდიდრებს 2 წელიწადში. ეს არის მიუღწეველი, ეს არის აბსურდი და ეს არის აზრი, რომელსაც ავითარებენ მიზანმართულად ოპოზიციის წარმომადგენლები. რატომ? რომ ამ ადამიანებს გაუშვინოთ ყალბი მოლოდინები. მაგრამ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ 1 მილიარდი ლარი, რომელიც პირდაპირ ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე დაიხარჯა. მათი პენსიების გაზრდაზე, მათი სოციალური დახმარების გაორმაგებაზე, მათ განათლებაზე, მათი თუნდაც სოფლის პროგრამა, ხო? ეს არის რეალური შედეგი. ჩვენ ამით რეალურად სახელმწიფოს ვაძლიერებთ და ქვეყანას ვაძლიერებთ, მოსახლეობას ვაძლიერებთ. ჩვენ არ შეგვეძლო, როგორ ფიქრობთ? წინა ხელისუფლების დროს აშენებული რაღაც უფუნქციო შენობების მსგავსი ნაგებობების აშენება. რა თქმა უნდა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ უარი უთხარით გაუაზრებელი პროექტების განხორციელებას, როგორც არის პარლამენტის შენობა თუნდაც, მაგალითად, რომელიც 360 მილიონი გადაიხადა სააგაშენო. ჩვენ ეს 300 მილიონი გადავიხადეთ სოფლის მეურნეობაში. მე ხალხს ვეკითხე, მაშინ რა ჯობია, რომ ვაჩვენოთ მოსახლეობთ თელ სოფლიოს, რომ აი ახალ საქართველოს ბჭყალებში ვაშენებთ საქართველოში? თუ ეს ბჭყალებში შენება გრძელდება. თუ რა ჯობია, თუ საძირკველი უნდა გავამაგროთ. თუ მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ. რომ წამლის ფული არ ქონდა, წამლის ფულისთვის და ოპერაციის გამო ისინი სახს ყიდიდნენ. ღებულობდნენ კრედიტებს და მევახშეებდნენ და აშენენ. 100,000-ობით ადამიანებს გაუბედურებული. და სტრესის ქვეშ და მძიმე პირობებში. რომელიც მე თქვენ გეკითხებით, თქვენი აზრით მაინტერესებს უბრალოდ. რამდენი სწორი მიდგომა გვაქვს ჩვენ რომ სოფლის მეურნეობაში. რასაკვირველი ადამიანები რამძიმე დღეში არიან და წლების განმავლობაში იყვნენ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ არის თქო არც ახალი პრობლემა და არც 5 წლის წინანდელი მარადიული პრობლემაა, მაგრამ მე გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს პირადად ვიცნობ, საკრებულოში ვმუშაობდი, ჯანდაცვის კომისიაში ვიყავი, რომელსაც მართლა ქონდა ბანკის ვალის გამო სახლი დაკარგული და მართლა ქონდა საოპერაციო ფული რო არ ქონდათ საკუთარი ოჯახის წევრების უზარმაზარი ვალები. მე სხვა რამ
მაინტერესებს. არა, მე გეტყვით თუ გიგასუხებ თუ შეიძლება. ანუ არასწორად სვავთ კითხვას, როცა ამბობთ რომ აი 150 ლარი აქვს პენსია და ამ დროს მერის თანამშრომელმა დაინიშნა რაღაც პრემია, ხო? არასწორია. უკვე დამახინჯებოთ ასეთ ინფორმაციას მოქალაქეებს. მე თქვენზე არ მაქვს საუბარი. რატო? იმიტომ რომ თქვენ თუ გინდათ რომ მაშინ როგორ გავაკეთოთ? ჩვენ ავირჩიოთ. ჩვენ გვინდა სუფთა, თანამედროვე, განათლებული, მოტივირებული მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ 20 საათის განმავლობაში ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარ მოქალაქეებს, აი ამ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს, სწორი პოლიტიკა გაატაროს, სწორი რეფორმები გაატაროს, სწორი პროგრამები დანერგოს, რითაც მათ შვებას მივცემ და მათ მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, თუ გჭირდება თქვენ 150 ლარიანი ხელფასის ასე ვთქვათ, მთავრობა. არა, მე არ მithქვამს, რომ მთავრობის წევს უნდა კონდეს მოსახლეობას მინდა მოსახლეობას განუმარტო. არასწორი შეფასება, არასწორად კონტექსტში დასმული კითხვა არის, რომ აი 150 ლარის ფონზე როგორ გამოჩნდება 4 თუ 500 ლარის ხელფასი ვიცე-მერისთვის თუ ასე. უგასწრებო და ვიცე-მერი უნდა იყოს მოტივირებული, თუ ჩვენ გვინდა რომ კვალიფიციური კადრები გვყავდეს, თუ ჩვენ გვინდა რომ პროფესიონალები გვყავდეს, მით უმეტეს მიმდინარე კონკურენციის ფონზე, როცა კერძო სექტორი რეალურად ისრუტავს მთელს კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრს, საჯარო სექტორიდან. აქ ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ, რა თქმა უნდა, კერძო სექტორში. კერძო სექტორში დღეს არის უზარმაზარი ხელფასები, ორჯერ მეტი ხელფასები. მინისტრებს აქვს დღეს 500 ლარი. კერძო სექტორში დეპარტამენტზე და ისა, ასე ვთქვათ, განყოფილების უფროსს აქვს შეიძლება 500 ლარი. და მათ აქვს 10, 15 და 20000 ლარი ხელფასები. ანუ დღეს უკვე ისეთი რეალობაა. რა თქმა უნდა, ეს უსამართლობაა, ხო? არის ძალიან დიდი დისბალანსი, მაგრამ ჩვენ თუ შევანაის დროს მე გახსენებთ, რომ იყო 100 ლარი ხელფასები, ხო, 50 ლარი და ასე შემდეგ, იქ იყო კორუფცია და კატასტროფა იყო. ჩვენ რა თქმა უნდა არ დავუშვებთ მაგას. ჩვენ უნდა გადავუხადოთ, უნდა მოვთხოვოთ პასუხი ჩვენს ხელისუფლებას, მთავრობას და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყოს გონივრობის პარაგრაფში. და რა თქმა უნდა აქ მორალთანაც გვაქვს საქმე და ყველაფერთან, მაგრამ მე ვერ ვხედავ პირიქით ჩვენ თუ ჩვენს ასე ვთქვათ თანამშრომლებს გადავუხდით ხელფასს, მათ უნდა მოვთხოვოთ პასუხი, მათ უნდა იგზნონ პასუხისმგებლობა და ანგარიში ვალდებულება ხალხის წინაშე. იმიტომ რომ 150 ლარი ეს დისბალანსი არც ქვეყანაში არ არის. აიღეთ ნებისმიერ ქვეყნის მაგალითი. იქაც არ არის ასე და იქაც არის ყველას საყოველთაო ბედნიერება, კეთილდღეობა ძალიან ძნელად მიღწევადია. სხვა შორის ეს კითხვა მე ჩვენ უნდა ვიზნოთ იმაზე, უკაცრავად იგა, მე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენი როდესაც ამას იგებენ და არ მithქვამს შედარებისთვის, რომ 150 ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს 150 ლარი გახდეს 1500 ლარი. შეიძლება დღეს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ თავრობა, ისე უნდა გავზარდოთ ეკონომიკა, რომელიც იყო დაანგრეული. ისე უნდა დავეხმაროთ სოფლის განვითარებაში, რომ ეს 150 ლარი გავაორმაგოთ როგორც მინიმუმ წლების შემდეგ, ხო? ამას დრო სჭირდება. ჩვენ 2 წელიწადში ქვეყანას ფეხზე ვერ დავაყენებთ რეალურად, მაგრამ მე მინდა გითხრათ, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე არის, ანუ 3 კვარტალის მონაცემებით 6%. მით უმეტეს შეგახსენეთ, როგორი გამოწვევები არის რეგიონში. ეს ყველა ავიწყდება თითქოს. ამ რეალობაზე არავინ არ საუბრობს. უკრაინაში რა ხდება რუსეთში, რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა ხდება რეგიონში, სირია, ერაყში. სოფლიოში არის უამრავი ძალიან სერიოზული კონფლიქტები. ამ ფონზე საქართველოს ახერხებს 6%-იან ზრდას. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა არც ერთი ტელევიზია არ აშუქებს სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მხარდამჭერ ან ობიექტურ ინფორმაციას, ხო? თქვენ დამისახეთ მთავრობა, რომელიც ძალიან გაბრაზებული მეჩვენებით რაღაც ტელევიზიებზე არ აშუქებს. ვერ დამისახეთ მაგალითს მთავრობისა, რომელიმე ქვეყნის, სადაც არც ერთ ტელევიზიას, ასე ვთქვათ, არც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს თავრობას. გინდათ მე გითხრათ მაშინ, გულწრფელად გითხრათ ჩემი აზრი. ამაზე პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა საუბრობდეს. თქვენ ყავთ თქვენი გუნდი, დეპუტატების გუნდი, რომლებიც იმ პარლამენტში ნახევარზე მეტი, ეხლა ძალიან გულწრფელად გეტყვით, რახან ამდენჯერ ახსენეთ ტელევიზიები და გაშუქება. იმის ნახევარიც კი ვერ მოხდებოდა იმ ადამიანების იმ პარლამენტში თქვენი გუნდი რომ არ ყოფილიყო და დღეს მათ აღარ უნდათ რომ ეთერში გამოვიდნენ, ილაპარაკონ, თუ რამე საკეთებს ხელისუფლება, ეს მიიტანონ ადამიანებამდე. ამაში არის ეგ პრობლემა და არა დაუშვათ ტელევიზიებში, რომელიც თქვენ ამბობთ რომ არ აშუქებენ. ეს გუნდის პრობლემაა. ადამიანების გამოვიდნენ, მოვიდნენ, თავაზობთ პირდაპირ ეთერი გვაქვს, დასხდნენ, ილაპარაკონ, არა და ჩაკეტილი წრი არის 5-6 კაცი გამოდის იგივე თემაზე. 5-6 კაცი. კარგით, მოდით მე ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ ერთი კითხვა და ეკონომიკაზე მინდა რომ გითხრათ რომ ამ 2 წლის რთული 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით 24% ექსპორტის გაზრდა. 70% გავზარდეთ ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.
და 530% რუსეთის ბაზარზე. ის ფაქტი რომ რუსეთთან გავხსენით ბაზარი, იმაშინო ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა. ამაზე უცნაურია სააკაშვილი, თუმცა მე მაგალითს გეტყვით რომ სააკაშვილის კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ როგორ მიდგომები იყო წინახელისუფლების დროს და როგორი არის ჩვენ დროს. WTO-ში, სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერით სანაცვლოდ, რუსეთისთვის მხარდაჭერით სანაცვლოდ, სააკაშვილი მოითხოვა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრა. აი აქედან ჩანს რომ ეს ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობდა მხოლოდ და ჩვენი ქმედებიდან გამომდინარე ვერ დამისახელეთ მაგალითად ჩვენ თავზე ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობის სიძლიერე და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების უკეთ ცხოვრებაზე. და კიდევ გეტყვით თუ შეიძლება მოვისმინე ოპონენტების აზრი რომ აი დღეს ბიზნესი ნაკლებ ფულს შოულობს. დიახ. როგორ შეიძლება რომ ესეთი განცხადება გააკეთოს მაშინ როცა რეალური 2 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა 46000-ზე მეტი ბიზნეს კომპანია სუბიექტი. და 2 წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი ბრუნის მქონე გადამხდარმა სხვილ ბიზნესად გადაკეთდა 418 კომპანია. ანუ რეალურად კომპანიებმა 2 წლის განმავლობაში იშოვეს უფრო მეტი ფული და მათი ერთობლივი შემოსავალი გახდა 4 მილიარდ ნახევარი ლარი. გასულ წელს მე გეტყვით მაგალითს გეტყვით. ჩვენი პოლიტიკის შედეგია, ჩვენი პრაგმატული, კონსტრუქციული და ჯანსაღი პოლიტიკის შედეგია ის რომ მაგალითად მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოგება გაოთხმაგდა. 400%-იანი მოგება ჰქონდა. ღვინის ექსპორტიორებმა გაოთხმაგეს მათი მოგებები. ეს რეალობა არ არის, თუმცა ის რომ 4000 ჰექტარზე გავაშენეთ ჩვენ 2 წლის განმავლობაში ახალი ვენახები. მაშინ როცა წინა დროს გლეხს საკუთარი ხელით აჩეხინებდნენ ვენახს. ჩვენ 420000 ჰექტარი მიწა დავამუშავეთ. თუ შეიძლება დამასრულებინეთ ეს ბონდი უნდა მოყვეთ მოსახლეობისთვის. და ყოველ წელს 800000 გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან. აქედან მე შემიძლია ჩამოგითვალეთ რომ 300 მილიონი უკვე დავხარჯეთ, 300 მილიონი, ანუ რაც პარლამენტისთვის დაიხარჯა, იმაზე ნაკლები. და მაგალითად ჩვენ 107 მილიონის სასუქი მივაწევთ 48 მილიონი ლარის შხამქიმიკატები, 50 მილიონი ლარის ინვენტარი სასოფლო-სამეურნეო და ასევე მინდა გითხრათ რომ 492 მილიონი ლარის კრედიტი გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი. ანუ ჯამში 800 მილიონი 2 წლის განმავლობაში დაიხარჯა ჩაიდო სოფლმეურნეობაში. ეს თქვენ რა გონიათ რომ სად მიდის ეს ფული? არ მიდის მოსახლეობაში? არ მიდის მოსახლეობა ალბათ თავის საკუთრის 2 წლის შემდეგ 200.000 ტონა იქნება და შეაფასებს ეს გლეხებისგან 2 წლის განმავლობაში შეწყებული არის 200.000 ტონა ყურძენი. მაშინ როცა ბოლო 4 წლის განმავლობაში სააკაშვილის დროს შეიწყიდეს 88000 ტონა ყურძენი. და 270 მილიონი ლარი შევიდა მხოლოდ კახეთის რეგიონში და რაჭაში. თხილის მაგალითად რეალიზაცია 170 მილიონი ლარის თხილი არის რეალიზებული სამეგრელოს რეგიონში. ეს რეალურად მოსახლეობის მათ ოჯახების კეთილდღეობას ხმარდება, ხო? მათთან შედის. მაშინ როცა თუნდაც ატმის ექსპორტი 70% არის გაზრდილი. ატამი, ვაშლის სუბსიდირება მოვახდინეთ პირველად საქართველოში, ციტრუსის სუბსიდირება, ყურძნის, ეს არის რეალობა, ხალბატონი ინგა. და თქვენი თქმის არ იყოს, მე მინდა დაგეთანხმდით აბსოლუტურად, რომ ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ყოველდღიურად. და არა იმაზე, რომ არის თუ არა კრიმინალი მერაბიშვილი. თუ არის თუ არა კრიმინალი ხალაედუ, თუ აცემინა თუ არა გილაშვილი ზაგაშვილმა. ამ ყველაფერს პროკურატურა შეაფასებს, მაგრამ ჩვენ ვისაუბროთ ამ პოზიტივზე. აი მე ხა მინდა მოგმართოთ თქვენ ქართული ოცნების დეპუტატებს, თქვენი ლიდერი ამას ამბობს, რომ უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ თემებზეო და როდესაც გადაცემაში მონაწილეობას გთხოვთ ხოლმე, მე უარი აღარ თქვათ რომ გამოხვიდე და ილაპარაკოთ კონკრეტულ თემებზე. არა, უნდა გიპასუხოთ, იმიტომ კითხვა იყო, თუ შეიძლება გეტყვით. რეკლამა უნდა გამოვაცხადო ეთერში ბრძანეთ და შემდეგ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე უნდა გადავიდეთ. რომ აი ბატონმა ივანიშვილმა დაანონსა 60 საწარმო და სად არის საწარმოები? სად არის 60 სად არის 89 პასუხისმგებლობით გეუბნებით, სრულ პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას. 89 ახალი საწარმო შეიქმნა 2 წლის განმავლობაში. ჩვენი დაფინანსებით. თან დაფინანსებით. და 25 ახალი საწარმო შეიქმნა დავაფინანსეთ ახლა სულ რაღაც 3 თვის განმავლობაში პროგრამის აწარმოება საქართველოს პარკლებში. ეს არის რეალობა. მე მიმართა ოპონენტებს, მედია საშუალებებს ყველას. ჩვენს მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას. წავიდნენ ნახონ. მე მზად ვარ. მეც გავყვები, მე თვითონ ვანახე ყველას. მე დრო არ მაქვს უბრალოდ რომ მე ჩავიდე, მაგრამ აი რაც თქვენ თქვი დეპუტატებმა ჩავიდნენ, იარონ და მოსახლეობას აჩვენენ ეს აწარმოები. და რა კეთდება რეალურად და რამდენი დაფინანსდა. ხო? ეს ყველაფერი, თუნდაც ის პროგრამა, რაც ჩვენი ჩემი ასე ვთქვათ, რო იტყვიან, ოცნების პროექტი არის აწარმოება საქართველოში. თუ ამას სხვა შორის წარმოების დაობაზე, სოფლმეურნეობის განვითარებაზე მიუთითებდნენ ყოველთვის სააკაშვილის ხელისუფლებას. ისინი მიმართულად ანგრევდნენ სოფლმეურნეობას და წარმოებას. არ ვითარდებოდა. ეკონომიკა იზრდებოდა ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე, გაუგებარი შენობების ხარჯზე. ამბანის კოშკი 60 მილიონი, 360 მილიონი, ასე ვთქვათ, ის პარლამენტის შენობას, 600 მილიონი სასახლე. ამას რო ხარჯავ, რა თქმა უნდა, ეს აისახება ეკონომიკაზე, მაგრამ ეს ხომ არ აისახება ოჯახებზე.
ჩვენს მიერ ინვესტირებული ეს თანხები მილიარდი ლარი, ჯანდაცვა, ასევე სოციალური დახმარებები, პენსია, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამები, ეს ყველაფერი აიწყება მოსახლეობაზე. დიდი მადლობა. გადაცემაში არის რეკლამის დრო. რეკლამის შემდეგ მე მინდა რომ თქვენთან ერთად დავიწყოთ საუბარი შიდა პოლიტიკურ ამდებზე. ეს ერთი არის დაუშვათ თემები, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ბევრი დაგჭათ შესაძლებელია სათქმელი, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს წინ დიდი ბლოკი. რამდენიმე წუთში ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და მაინტერესებს რა სიტყვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი არის თუ არა მოსალოდნელი. იგი დაემშვიდობოს ირაკლი ალასანიას იქ მომხდარი სკანდალის გამო. გეგმავს თუ არა სამთავრობო ცვლილებებს, რას იტყვის ზოგადად რომელი მინისტრი არის ყველაზე მაგარი მინისტრი მის მთავრობაში და თუ არსებობს ვინც იმსახურებს მისგან ყველაზე ხშირად საყვედურებს. დავბრუნდებით რამდენიმე წუთში, ძალიან ბევრი საინტერესო თემა გვაქვს და ყველაზე მთავარი 15 ნოემბრისთვის დაანონსებული აქცია, რომელზეც როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება პროვოკაციები. არ გადართოთ, ჩვენ მალე ეთერში ვართ. რეაქცია არის კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მე მინდა შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ბატონო პრემიერო კითხვები პირველ რიგში იგივე დღეს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე თუნდაც არის თუ არა თქვენში პირადად იმის მოლოდინი რომ შესაძლებელია თქვენი კოალიცია დაიშალოს, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი აღმოჩნდეს ოპოზიციაში, რომელმაც დღეს ძალიან მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა იგივე მოსმენების კანონთან დაკავშირებით. ელოდებით ან თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ შესაძლებელია იგივე რესპუბლიკელები აღმოჩნდნენ თქვენს ოპოზიციაში. ფაქტია, რომ არიან იქ პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ არიან უნისონში თქვენთან ქართულ ოცნებასთან. არა, მე ასე დავიწყებდი, რომ ისე ძალიან სკანდალური ხართ, ეს გიყვართ სკანდალური განცხადება. არა, დღეს რო ვარ ესეთი კონსტრუქციული, მე მგონი არასდროს არ ყოფილვარ, იმიტომ რომ მე უფრო მაინტერესებდა პრემიერი რა სიტყოდა, ვიდრე დაუშვათ ჩემი ოპონირების რეჟიმი თქვენ. არა, რატომაც მე მზად ვარ ოპონირებისთვის, მაგრამ რაც შეგო თქვენ შეგითხოს, მე პირველი მინდა გავიმეორო ის, რომ კოალიციაში არის აბსოლუტურად ჯანსაღი ვითარება. ღია კოალიცია. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია შინ კოალიციაში. ადამიანებს ჩვენ რა თქმა უნდა არ ვუგზავნებთ ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ მუშაობის სტილი, ეს არის ჩვენი მიდგომები. ნორმალურია თუ კოალიციაში შემოვა რომელიმე პარტიამ ან პარტიის წევრმა დააფიქსირა რაღაც აზრი, თუნდაც საჯაროდ. მე არ მიმაჩნია ეს რაღაც განსაკუთრებულად. ეს აჩვენებს სწორედ დემოკრატიულობას, ჩვენი ხელისუფლების. ჩვენ გვახსოვს როგორი ვითარება იყო, ხო? კი ბატონო, მაგრამ პარლამენტში ვერამ ვერ გაბედავდა. ეს რომ გამოდიან, ვერ გაბედავდა უბრალოდ რაიმე განსხვავებული აზრის დაფიქსირებას. კი, მაგრამ როდესაც ასეთი განცხადებებია, ჩვენი პოზიცია არ ემთხვევა იგივე პრემიერ-მინისტრის პოზიციას და არ ემთხვევა პრინციპულად ეს რესპუბლიკელების განცხადებაა დავით ზურაბიშვილი. რა ხდება, რა მოხდა მე, რა ბერძენიშვილის განცხადება სამარცხვინო მთავრობა. სამარცხვინო ასეთ თქვა, არა, ეს არის სამარცხვინო საქციელი მთავრობის მხრიდან პრემიების და აი განახეთ ეს მოსახლეობას, თქვენ მოსახლეობას. არა, ეხლა ვეჭა გიკითხავთ. არა, თქვენ მოსახლეობას გისმენთ, თქვენ ამბობთ რომ სამარცხვინო მთავრობა თქვა ბერძენიშვილმა. კი ბატონო, ეხლავე გიკითხავ დავით ბერძენიშვილის. მე მოვძებნი წეგან წავიკითხე, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ გადავიკითხავ. როდესაც მერი მაღალ ჩინოსნებს გაორმაგებულ შემოსავალს უნიშნავს და თუნდაც რეპრესირებულებისთვის თანხა არ არსებობს, ამას არ შევეგუები, არ შევუერთდები მთავრობას სამარცხვინო საქციელში. ეს არის დავით ბერძენიშვილის სიტყვები. იგივე რესპუბლიკელების. ანუ აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ელოდებით თუ არა რომ შესაძლებელია კოალიცია დაიშალოს. მით უმეტეს რომ ისინი ღიად საუბრობენ 2016 წლიდან ალბათ შედგება 6 პარტიიდან, ხო? ჩვენ გვაქვს შეთანხმება ესე იგი 2016 წლამდე კოალიცია იქნებოდა შეკრული და ასე ვთქვათ, ერთად მივიყვანდით ამ პროცესს, დაწყებულ პროცესს. მე საერთოდ არ უყურებ ასე მაგ პროცესს, რომ კოალიცია დაიშლება, არ დაიშლება. მე მინდა გითხრათ, რომ მე რაზეც ვფიქრობ, ეს არის ის გამოწვევები, რაც ქვეყანაში არის. საშინაო საგარეო პოლიტიკა. ეს არის მთელი ქვეყნის ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმა, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და მისი იმპლემენტაცია, მისი განხორციელება, ეს არის რეფორმები, ეს არის ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება. ასე რომ ჩემს პრინციპული არ არის ეხლა კოალიციაში შემოვალი რომელიმე პარტიის წევრი რაღაც გაუაზრებელ განცხადებას იტყვის, არ იტყვის. ეს არა პრინციპი და ეს მე არ მაზიანებს. იმაშინო პირიქით, ეს ჩვენ გვაძლიერებს კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო მეტ დემოკრატიულობას წარმოაჩენს. ანუ არ ელოდებით რომ თქვენს წიაღში შესაძლებელია ოპოზიცია გაგიჩნდეთ თქვენივე? არა, მოსაოდნელი რა ეხლა როგორ გითხრათ, ის კი არა
ცოლ-ქმარი შეიძლება გაიყაროს და ამის უამრავ შემთხვევაში არსებობს. ძმები ჩხუბნი ერთმანეთში და კოალიციის წევრებს შორის თუ რაღაც გაუგებრა მოხდა და ოდესღაც კოალიციის წევრმა დატოვა კოალიცია, ამაში პრობლემა არ არის. მე ვეხედავ პრობლემას. 2016 წლიდან არ გამორიცხავენ. სხვა შორის ირაკლი ალასანიას აქვს 8-ში 8 ნოემბერს საკუთარი პარტიის ყრილობა და იგი ხელახლა გახდება პარტიის თავმჯდომარე. ანუ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვები, რისთვის ემზადება ირაკლი ალასანია და განსაკუთრებით გაჩნდა ეს კითხვა მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს სკანდალი ვთქვათ პირდაპირ გახდა ცნობილი. მილიონებთან დაკავშირებით. დროში არ ემთხვევა მაინც და მაინც, იმიტომ რომ ჩემი ინფორმაციით ეს სამინისტროს გამოძიება დაიწყო 4-5 თვის წინ, 4-5 თვის წინ და ინფორმაცია არ მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ სპეკულირება მაგაზე არ შეიძლება და ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ირაკლი აპირებდა პარტიის ყრილობის ჩატარებას, რომელიც გასულთასაც ჩაატარეს რესპუბლიკელებმა, ჩაატარეს ფორუმმა და ეს ნორმალურია. ინფორმაცია ამის თაობაზე რომ გახდებოდა პარტიის თავმჯდომარე, გახდა ცნობილი თუ რაღაც 1 თვის წინ. ასე რომ დროში არ ემთხვევა მაინც და მაინც მასე არ არის, რომ ჯერ გამოძიების, ასე ვთქვათ, პარტიის მას შემდეგ რაც მან განაცხადა იმის თაობაზე პარტიის თავმჯდომარე გახდებოდა, ამის შემდეგ გახდა ცნობილი გამოძიების თაობაზე. პირიქით არის. ხო და როგორ გითხრათ, შეიძლება პირიქითაც იგი დასვას ადამიანმა შეკითხვა, ხო? კარგით, მაშინ ჩემ არა, შეკითხვებს შეიძლება პირიქით დასვას ადამიანმა შეკითხვა, ხო? ვიღაცა ოპოზიციონერმა ან ვიღაცამ რომ ხომ არ გააკეთა ეს იმიტომ რომ ასე ვთქვათ გამოძიება იყო დაწყებული და ამიტომ გადაწყვიტა რომ პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო. ესეც არის, ანუ ამით სპეკულირება. გაგიფიქრებიათ ასეთი და ხომ არ გააკეთა. მე ბევრ ამას ვფიქრობ ზოგადად, მაგრამ ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მიფიქრე, იმიტომ რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ასე ვთქვათ არ მიმინიჭებია ამ ფაქტისთვის. ეგ ნორმალურია და ჩემთან იყო ირაკლი და მითხრა რომ ეს 8-ში 8 ნოემბერს იყო დანიშნული და მეც ვიცოდი წინასწარ და იქ მეც ვარ მიწოვებ და ნორმალურია. მიხვალთ იმ ყრილობაზე. ხო, თუ ჩატარდება რატომაც არ არის, რა პრობლემაა. ბატონო ირაკლი, მოდით ირაკლი ალასანიაზე ვსაუბრობ და დაგისვათ პირდაპირ შეკითხვას. ველოდოთ თუ არა რომ შესაძლებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და თქვენ როგორ ფიქრობთ თავდაცვის მინისტრის იმ სკანდალიდან გამომდინარე, რაც გახმაურდა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, ამ შეკითხვას შემთხვევით არ ვსვავ, იმიტომ რომ ყველას ახსოვს დავით კირვალიძე როგორ გადაყვა საკუთარ სამინისტროში ატეხილ ასეთივე სკანდალს. რა სიტყვით აპირებ თუ არა რომ დაემშვიდობოთ ირაკლი ალასანიას აი ამ ფაქტის გამო თუნდაც. პირდაპირ საკითხის დასმა მეგონა შეიძლება მე მოდით მე განმოვმარტავ საზოგადოებას. მე ეს საქმე არის როგორც ჩანს რეზონანსული და ეს რა თქმა უნდა არ არის ჩვეულებრივი საქმე. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს და იქ 5 მაღალჩინოსანი იქნა დაკავებული. რა თქმა უნდა ამის თაობაზე მე უფლება არ მაქვს რომ საზოგადოებას არ განმოვმარტო. თუ რა ინფორმაციას ვფლობ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური, რომელიც წევრი არის მინისტრი ალასანია. და რა თქმა უნდა, მიმაჩნია რომ ჩვენ მეტი კომუნიკაცია, მეტი ინფორმაცია მივაწვდით მოსახლეობას. თუ რას ეხება, რაზეა საუბარი, ხო? დიახ. ის ინფორმაცია, რაც მე მომაწოდეს, რაც მე ასე ვთქვათ, მივიღე გავრცელებული ინფორმაციის გულისხმობ პროკურატურის, თქვენ ნახეთ რომ იქ არის სერიოზული კითხვები. და არ არის ჩვეულებრივი საქმე. ეხლა რაც შეეხება კირვალიძის საქმეს და მის გადადგომას, რომელიც მე მიმაჩნია ძალიან კულტურულად მოიქცა და მაშინ ასე ვთქვათ, ამ საქმესთან დაკავშირებით იყო კითხვები, გარკვეული კითხვები იყო და მაშინ უბრალოდ ჩემი ინფორმაციით მოხდა პრევენცია და ეს საქმე აღარ განვითარდა და დასრულდა. უფრო დიდი დანაშაული, ასე ვთქვათ, იქნა პრევენტირებული და აღკვეთილი, ხო? ეს რა ინფორმაციაც მე გამაჩნია იმის მიხედვით, იმას დაფუძნებით ვამბობ ამას. რაც შეეხება ამ საქმეს, ძიმე საქმეა, მე შემთხვევით არ მეთქვამს რომ მეც განვიცადე და მე განვიცდი ამ საქმეს. ბუნებრივია ამას გუგრილი ვერ შევხვდები. როცა საქმე ეხება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მინისტრის, თავდაცვის მინისტრის უწყებას და იქ აგორებულ, სკანდალს როგორც თქვენ ამბობთ და კორუფციულ საქმეს შესაძლოს ავარაუდო კორუფციულ საქმეს და იქ არსებულ გამოძიებას და 5 ადამიანის დაკავებას, რა თქმა უნდა, მეც ვგზნობ ჩემს წილს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას რომ ადამიანს განუმარტო, მოსახლეობას განუმარტო. თუ რასთან გვაქვს საქმე? არის მართლა რეალურად ასეთი ფაქტი არ არის. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დააზუსტოს, დაასრულოს, უნდა ჩატარდეს გამოძიება ობიექტური, გამჭვირვალე, არც ერთ კითხვა არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში, არცად, არც შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და მეორეს მხრივ სასამართლომ უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ჩვენ. და მე მინდა უბრალოდ საზოგადოებას განუმარტო, რომ რა თქმა უნდა მძიმეა, მეც მაქვს შეკითხვები. და მე ვინაიდან
არ მინახავს მინისტრი ალასანია. ალასანიასთან გაქვთ შეკითხვები? არა, ბუნებრივია, მეც მაქვს შეკითხვები, რაც ალბათ ყველა ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება აქვს კითხვები და მეც ვაპირებ საუბარს, თვითონაც დაინტერესდება, თუნდაც განმარტავს მოქალაქეებისთვის, თუ რასთან გვაქვს საქმე, ხო? ამას გარკვევა სჭირდება, ამის ასე ვთქვათ, ესე გუგლი დამოკიდებულება არ შეიძლება. ის რაც ჩვენ მოვისმენთ პროკურატურისგან, თუ ეს ასეა და თუ ეს სავარაუდო ასე ვთქვათ დანაშაული, რომელზეც საუბარი არის დამტკიცდება, რა თქმა უნდა, მძიმე განწყობილება იქნება და მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს. სამინისტროს მაღალჩინოსნების. მათ შორის მინისტრის? არ მე არ ვიცი, მე ვერ გეტყვით ვერაფერს წინასწარ. მე არ ვარ, ასე ვთქვათ, გამოძიებელი, მე არ ვარ პროკურორი. მე მინდა გითხრათ, ორივე უწყება რეალურად ჩემს დაქვემდებარებაშია, ხო? პირდაპირ თუ არა პირდაპირ. და მე ორივეს განვისდი. თუ ერთმა ვერ დაამტკიცა მეორის დანაშაული, ან პირიქით მოხდა, რა თქმა უნდა, ჩემს ორივე შემთხვევაში არის კიუნეული. და მე ამას განვისდი, რომ ჩემ მთავრობას ეხება. და თუ რამე ფუჭდება ან კეთდება, ამას მე ვარ პასუხობელია. საბოლოო ჯამში, ანუ მე ვიღებ ჩემს წილს ვალდებულებას, რომ მოსახლეობას განუმარტო რა მოხდა. ანუ ორიდან ერთ-ერთის პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში დადგება? მოდით ასე დაგისვათ მაშინ ამ შეკითხვას. არა, მე ასე არ დავაყენებ საკითხს. მე უნდა ჩვენ დავველოთ გამოძიებას. დიახ. და პროკურატურა მაქსიმალურად ღია იქნება და გამჭრვალედ წარმართავს გამოძიებას, რომ არც ერთ კითხვა არ დარჩეს. მეორეს კი თავის სამინისტრო უნდა იყოს მოტივირებული, მოწოდებული, რომ ნებისმიერ კითხვაზე გასცეს პასუხი. მათ შორის საჯაროდ. დიახ. და პირადად მინისტრმა. თუმცა ის ფაქტი, რაც ჩვენ მოვისმენთ, რომ ეხლა კითხვები არის, ეხლა ტენდერი როგორ ჩატარდა, ხო? ანუ საუბარი იმაზე, რომ თვითონ ის კაბელი რაც გაიყვანეს. რამდენად მიზანშეწონილი იყო ამის გაკეთება? იყო თუ არა ამის საჭიროება? ეს მინისტრის მოადგილეც დაიკითხა ამასთან დაკავშირებით. დიახ. ეს საკითხია. მეორე საკითხი არის ის, რომ როგორ ჩატარდა ტენდერი, ხო? თუ არ მოხდა რაიმე დარღვევა. იმიტომ რომ კითხვები არის, რომ ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ტენდერის ჩატარება, კომპანიებმა ვერ შეძლეს, ესე იგი, როგორც ინფორმაცია ვრცელდება პროკურატურიდან. რაც მე მითხრეს, რაც მე გადმოცეს, იმას გიყვებით უბრალოდ თქვენ რა გიხსნათ და მოქალაქეებს რომ განუმარტო, ხო? ასევე საუბარი იმაზე, რომ მაგალითად ის კაბელის რაც ჩაიდო, ამ კაბელში გამავალი წვერების შესყიდვაზე იყო საუბარი. ამ დროს რეალურად უნდა ყოფილიყო ალბათ მომსახურება და საქონლის მიწოდებაზე, ხო? ანუ ეს ვერსიებია, რაც გემონდა. ასევე კითხვა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჩნდება მაშინ, როცა კონტრაქტის საერთო არის 6 მილიონ 700 და 6 მილიონ ნახევარი არის ავანსის სახით გადარიცხული. და ეს მოხდა, მე მახსოვს, რომ ეს იყო გასულ წელს, ახალ წლამდე. დიახ. როცა ავანსის სახით 5 მილიონი, უბრალოდ 5 მილიონი გამოეყო თავის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან, მაშინ სამინისტროს დაურიგეთ, მორჩენილი თანხა ჰქონდა და მიეცა სამინისტროს, რომ გამოეყენებინათ. 5 მილიონი არის ავანსის სახით მიცემული და შემდეგ რაღაც ორ კვირაში დამატებით 1.5 მილიონი. ანუ ეს კითხვები რა თქმა უნდა მეც მაქვს. მე არ ვიცოდი რა თქმა უნდა. მე არ ვიცოდი, მე ჩემს რო ეკითხვა რა თქმა უნდა მე ვეთყოდი. როგორც მინიმუმ რჩევას მივიცემ. არა, აი როდესაც ცნობილი გახდა ან აღარ ქონიათ ან სატელეფონო გამოძიების პროცესში მე გამოძიების პროცესში მე არ ვერევი და მე მკვეთრად მას გამიჯნული. ყველამ კარგად იცის რომ მე გამოძიების დეტალებში არ შევდივარ უბრალოდ, მაგრამ ეს კითხვები რაც მოვისმინე, რა თქმა უნდა ამ კითხვებზე პასუხი საჭიროა, საზოგადოებამ გაიგოს, თუნდაც ის რომ რატომ გადაიხადა თავის სამინისტრომ ამ კაბელში 6 მილიონი ნახევარი და აღმოჩნდა რომ ესე იგი სამუშაოებში დებოდა 2 მილიონი ნახევარი და ან 4 მილიონი გაიფლანგა სავარაუდოდ, ამას თუნდაც ამ დამტკიცება შეიძლება და ამას ესე ხელის მოსვით ვერ იტყვი. ანუ საუბარი იმაზე რომ მაგალითად ეხლა ბინა ააშენოთ, სახლი ააშენოთ და სახლის აშენების ფული გადაიხადოთ და ერთი ბინა იყიდოთ თქვენ. ანუ აქ დიდი, ანუ კითხვები არის, რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები და ამას ღიად საუბრობ. მე არ ვერიდებ ამაზე ღიად საუბარს, იმიტომ რომ ჩემი მთავრობის წევრია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინისტრია. ასე რომ ამას ჭირდება, ყველაფერს ჭირდება გამოძიება და ანუ თქვენ გამორიცხავთ თუ არა, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და გადავდივარ შემდეგ შეკითხვაზე. მე არ გეტყვით ახლა ამას დაკავშირებით. ჩვენ უნდა დავეულოთ გამოძიებას, ჩვენ უნდა გავყვეთ როგორ გამვითარდება მოვლენები. მინისტრი ჩამოვა, კითხვებს გასცემს, პასუხს გასცემს, ესე იგი. კი ბატონო. კითხვებზე და პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. მე ამას პირდებით და დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტრო იქნება მაქსიმალურად ასევე მოწოდებული, რომ საინტერესოა, ჩვენ აქვე შევთავაზებთ ბატონ ირაკლი ალასანიას, თუ მას ექნება სურვილი შემდეგ გადაცემაში, ასევე გახდეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთი საინტერესო და თუ შეიძლება გეტყვით. ზოგადად ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, მოსახლეობას რო შევახსენოთ. ჩვენთვის არ არის ეს ახალი. ჩვენ ვართ უკომპრომისო, მაშინ როცა საქმე ეხება შესაძლო სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს თუ მძიმე დანაშაულს. როცა საუბარი არის 4 მილიონი ლარის გაფლანგვაზე, ხო? და ხარ მძიმე კითხვები. ამაზე ჩვენ გუგრილი ვერ ვიქნებით. პირად მე ჩემგან დავიწყებ. მე ადრე თქვი და კიდევ მინდა გავიმეორო. როცა მე აღარ ვიქნები პრემიერ-მინისტრი, როცა იქნება ეს ოდესღაც, ხო? იქნება. მე მზად ვარ პასუხი გავცე.
პასუხი ვაგო ნებისმიერ ჩემს დროს ჩემს მიერ ჩადენილი შესაძლო ჩადენილი დანაშაულს. ანუ მე ჩემგან ვიწყებ ამას. და ამას ვაგვებ ყველა მინისტრს, რომ ისინი არიან პასუხობელი ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე. ვინ არის და მაგალითს გეტყვი რომ მინისტრობის დროს, როცა მე ვიყავი. კი ბატონო. შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემი მეგობარი იყო და არის გელა ხვედელიძე, რომელიც პასუხებაში მივეცეთ. თქვენ გონიათ ჩემთვის ადვილი იყო ამის გაკეთება? თქო და არა. მაგრამ ჩემთვის არის მთავარი სახელმწიფოს ინტერესები და ხალხის ინტერესები. ასე რომ მე არ ვაპირებ რომ ვინმეს და ვიღაცას თუნდაც მე ვიყო გადავაყო სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის გამორიცხული. ჩემი შვილი რო იყოს, ჩემი საკუთარი ასე ვთქვათ ოჯახები რომ იყოს, მე აბსოლუტურად უკომპრომისო ვიქნები ამ ბრძოლაში. ეს პრაქტიკა, ეს სტილი დამკვიდრებული არის ჯერ კიდევ ბატონ მიზნეევანიშვილის დროს. ჩვენ ასეთი მთავრობის სტილი გვაქვს ჩვენი მუშაობის. ეს არის ჩვენი ხელწერა. ასე რომ ჩემთვის რო ეკითხათ, მე კიდევ ვიძახი, რო ეკითხათ აზრი, რა თქმა უნდა, რჩევას მიცემდი. იგივე ირაკლის, იმიტომ რომ ამის ესე აქ კითხვები არის, ამ კითხვებს შეიძლება პასუხი-გაცემა. კარგი, და თუნდაც ის, მაგალითად მე ვიცი რომ არის კომპანიები, რომლებიც უფასოებს კი აძლევენ მომსახურებას, ასე რომ კითხვები როცა არის, ამას შეიძლება გამარტება. ბატონო ირაკლი, ვინ არის თქვენი ფავორიტი მინისტრი მთავრობაში? ჩვენი საუბარი ცოტა დასასრულისკენ უნდა წავიყვანო და ვინ არის, ვინც ყველაზე ხშირად იმსახურებს თქვენ შენიშვნას? თუ გეგმავთ სამთავრობო გუნდის განახლებას, მუდმივად მიდის მედიაში საუბარი ამაზე, რომ იანვარში შესაძლებელია მოხდეს განახლება გუნდის. მიგისმენთ რომ იანვარი. ნუ ჩვენს ყავს ახლა ჩვენი წყაროები და როგორც ითვლება რომ ჩვენი წყაროები და ამასული ინფორმაციასთან დაკავშირებით დავსვათ შეკითხვები. მე არ მიმაჩნია სწორად რომ ვისაუბრო ფავორიტ მინისტრებზე და მინისტრებზე რომელსაც მე ვაძლევ შენიშვნას. ისი არის ასეთი მინისტრი, შეიძლება ფავორიტ მინისტრებსაც ვაძლევ შენიშვნას. რა თქმა უნდა. შენიშვნას. კიდეც ნორმალურია. და ამაში მე ახალს ვერ ხედავ. ვინც იმსახურებს შენიშვნას ვაძლევ შენიშვნას. ანუ სამთავრობო გუნდის განახლებას არ გეგმავთ. მთავრობა არის დღეს. მთავრობა არის ძალიან ეფექტური. და ჩვენ გვაქვს მართლაც გამორჩეული მინისტრები. იმიტომ რომ შეხედეთ მათ მუშაობის სტილს. შეხედეთ მათ გამჭვირვალობას, მათ გახსნილობას. და ეს თქვენ ნახავთ რომ მთავრობის თითოეული წევრი არის მოწოდებული რომ იმსახუროს ხალხს და ქვეყანას. ჩემთვის მთავარი ამოცავალი ეს არის. აი მაგალითს გეტყვით ახლა ზოგადად საუბრობთ. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი შავლიაშვილი. რომის დროსაც იგი 2.4 მილიარდი ლარის პროექტები განხორციელდა საქართველოში. აქედან 89 მაგალითად ხიდი გარემონტა და 16 ახალი ხიდი აშენდა 550 კილომეტრი გზას გაუკეთდა რეაბილიტაცია. ამ დროს მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, ჩვენ გზები დავაგეთ იქ, სადაც არასოდეს 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა გზა დაგებული. და მე ყოველთვის მაგას ვეუბნები, რომ როცა გზას ხსნის და აკეთებს რემონტს, საჭიროა მეტი კომუნიკაცია ხალხს უნდა აჩვენოს, რაც ვაკეთებ და ხალხს ანგარიშნო ჩაუბარო. მაგალითს გეტყვით თუ შეიძლება, იმიტომ რომ 70 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო სააკაშვილის მთავრობა 9 წელიწადში. ჩვენო მთავრობამ 2 წელიწადში 40 კილომეტრი დააგო მაგისტრალი და 18 კილომეტრის ეს ბოლომდე დასრულდება. სააკაშვილი ახსენეთ და მე მინდა ლოგიკურად გადავიდე შემდეგ კითხვაზე. 15 ნოემბრისთვის დაგეგმილი დაანონსებული აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ. თქვენი განცხადება, რომელიც მოვისმინე კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო ასეთი, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავსო რაღაც პროვოკაციას, რომ 15 ლარად აპირებს გაჭირვებული ადამიანების ჩამოყვანას რეგიონებიდან და ეს არის ძალიან საინტერესო. საინტერესოა ეს თქვენი ინფორმაცია თუ ეს არის ეჭვი. კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ, რომ რაიმე პროვოკაციებს აპირებენ და არეულობას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თუ გაქვთ უბრალოდ ეჭვი? მე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია. გავდონინდა. მე არ მინდა ახლა ამ პოზიტივის შემდეგ ნაციონალური მოძრაობაზე საუბრი დავასრულო. არა, არ ვასრულებ ნაციონალური მოძრაობის შესახებ. გასაგებია ეს ადამიანები არიან. ეს არის ჩვეულებრივი დესტრუქციული ძალა, რომელიც დღითი დღე სუსტდება, არიან პანიკაში, აქვს შიდა ბრძოლები და სააკაშვილის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება გაახანგრძლივოს ამ გუნდის, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ერთობა. რომ შიგნით საშინელი მდგომარეობა აქვს, მე ვიცი ახლა ერთმანეთს ვერ იტანენ. მაგრამ ერთმანეთს აძლევენ იმედს. მე შეგახსენებთ, რომ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დაიწყეს საუბარი მაშინვე სააკაშვილმა დაიწყო, რომ აი ჩვენ აპრილში დავბრუნდებით და ყველა აპრილზე იყო გადართული. ანუ რასაკეთებს იცით, რომ თავის თავს ატყუებენ. თავის თავს ერთმანეთს ატყუებენ. ერთმანეთს აძლევენ რაღაც გაუგებარ ენერგიას და გაუგებარ დანაპირებას. კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ თუ არა? შემდეგ იყო გაზაფხული. ეხლა შემოდგომა იყო, მე გადადესახე გაზაფხული და ასე იქნებიან და ბოლოს დარჩება 10 კაცი. რაღაც სექტა ჩამოყალიბდება და იქნებიან ასე, მანამ სანამ როგორ გითხრათ?
ბატონო ირაკლი, ამ კითხვას არ გისვამთ მე თუმცა ახლა მე გეტყვით, რომ კონკრეტული ინფორმაციები ერთი წუთი თუ შეიძლება დავასრულებ თუ შეიძლება. მე იმიტომ გთხოვეთ, რომ ლევან იზორიამ გააკეთა განცხადება, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რომ აღძრულია თურმე საქმე 315 მუხლით. ეს მუხლი თავისთავად გულისხმობს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლას. როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრი აკეთებს ამ განცხადებას, როდესაც თურმე ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. ამ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მან იცის, რომ რაღაც პროვოკაციები და არეულობა იგეგმება. რა ინფორმაციას ფლობ? თუ იცით, ვინ არიან კონკრეტული გვარები, ვინც ამ არეულობას გეგმავენ და რას გეგმავენ? ამ ადამიანს უყურებთ ტელევიზიით, საზოგადოება. თუმცა მე არ მინდა, მე მინდა გითხრათ, რომ დღეს არათუ ერთი სააკაშვილი 10 სააკაშვილი და 100 სააკაშვილიც ვერ გაბედავს და ვერ გააკეთებს ვერავითარ არეულობას. ისინი მიიღებენ ძალიან მწვავე და უკომპრომისო რეაქციას სახელმწიფოსგან. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და თუ იმის ილუზია აქვს იმის, რომ სააკაშვილთან, ესე იგი, გაქცეული სააკაშვილი საქართველოში რამე არეულობას შეძლებს. თუმცა ეს მისი სურვილია, მე არ გამოურიცხავ, მაგრამ პირიქით გიდასტურებთ, რომ ეს მისი სურვილია, ერთადერთი საზრუნავია, რომ ქვეყანაში სიტუაცია აერიოს რაღაც მოხდეს, მაგრამ მეორეა რეალობა, რომელიც არავის არ უნდა დაავიწყდეს. და მე მინდა შევახსენო ამ ადამიანებს, რომ არავინ არ წამოიგოს პროვოკაციას. სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ბინძურ პროვოკაციას სახელმწიფოს და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი ასეთი ბოროტი განზრახვის წინააღმდეგ. და მათივე სიტყვებით მინდა მიმართო. რომ არც კი იფიქრონ ამაზე. და მე დარწმუნებული ხარ, სასცილო უბრალოდ ხა ამას შეიძლება სერიოზული კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ კიდევ გიმეორებთ, ეს ადამიანები ერთმანეთს ატყუებენ უბრალოდ. რომ მათი გუნდი ეს რაღაც 20-30 კაცი რომელიც ხალხ შეგოწიწებული, არ ჩამოეშალთ, არ ჩამოენგრათ ეს ეგრეთ წოდებული პარტია. კი ბატონო, მაგრამ ეს არის თავარი ამოცანა. მეორე არის სააკაშვილის. კონკრეტულად ის ინფორმაციაა, რომ ესენი ყოველთვის არიან და იქნებიან ყოველთვის მუდამ. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სახელმწიფო. ყოველთვის მოწოდებული რომ კონკრეტული ინფორმაცია, რომ ისინი გეგმავენ არეულობას. რომ ქვეყანაში აერიოს სიტუაცია მოხდეს დესტაბილიზაცია და შემდეგ. ასე მაგრამ მეორეა რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებს და ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს არასოდეს. ვინც არ უნდა იყოს 10 და 100 მის სააკაშვილი იყო. ჯერ ერთი კითხვა უნდა დასვან ასეთი. სააკაშვილი რომელსაც ჰქონდა პოლიცია, ჯარი, ხელისუფლება, დიქტატურა ყავდა რეალურად, კაპონომი ჰქონდა დიქტატურა, ხო? ფული ყველაფერი ჰქონდა მას აბსოლუტურად. მაშინ ვერ დაუპირეს, ვერ გაბედა და ვერც გაბედავდა, იმიტომ რომ იცოდა რომ როგორ დამთავრდებოდა ეს. სახელმწიფოს და ქვეყნის წინააღმდეგ გასვლა ვერ გაბედა. თუმცა ეს მისი სურვილი იყო მაშინაც. და მოვედით ჩვენ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც მართლმსასწაული მოახდინა და ეს რეალობა შეცვალა. ხელისუფლება თლიანად გამოვარდით. როგორ წარმოგიდგენთ, როგორ შეიძლება რომ გონიერმა ადამიანმა დაუშვას ეს ფიქრი გაუშვას, რომ სააკაშვილი დღეს რეალობა შეცვლის. ეს არის ყალბი რეალობა, რომელსაც მისი ტელევიზიები და მისი მხარდამჭერები ქმნიან ქაოსს და ილუზიას. რეალობა სხვა რეალობა არის ის ქალბატონინგა, რაზეც მე გელაპარაკე. და ჩვენ ვართ ძლიერი მთავრობა, ძლიერი სახელმწიფო. და ჩვენ არათუ სააკაშვილის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას, არავის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას არ დაუშვით ქვეყანაში. ანუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია და არა ეჭვი. ინფორმაცია რა თქმა უნდა, არ ინფორმაციები გვაქვს, რომ ისინი რაღაცებს გეგმავენ მუდმივად, დაგეგმავენ კიდევაც, მაგრამ სახელმწიფო მათ ძალიან კაცრად უპასუხებს. თქვენ საქმის კურსში ხართ ამ გამოძიების თაობაზე, რომელზეც იზორია საუბრობს. თქვენ მკითხეთ 15 ნოემბერზე, მე კონკრეტული ინფორმაცია მაქვს. შესაბამის უწყებები, რომ ისინი მართლაც გეგმავენ ჩამოიყვანონ ადამიანები რაიონებიდან, რეგიონებიდან, უხდიან 15-დან რაღაც 50 ლარამდე, ჩემი განცხადების შემდეგ ეს უკვე 50 ლარს სთავაზობენ, ალბათ დღის შემდეგ უკვე 100 ლარს გადაუხდიან. მათ სულს ჩამოიყვანონ ეს ადამიანები, რამდენიმე ასეული ადამიანი, ერთმანეთი აცემინონ შემდეგ, თქვა რომ აი მთავრობა მოაწყო პროვოკაცია. მათ თავში, ასე ვთქვათ, მუდმივად ასეთი იდეები და აზრები ტრიალებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ რეალობა, აქ მათ ეს სასაცილო უბრალოდ. მათი ეს ყველაფერი ეს მდელობა არის სასაცილო უბრალოდ. იგივე ახლა შალვა ნათელაშვილმა დაგეგმოს რაღაცა. აბსოლუტურად იგივეა. უბრალოდ არის უფრო მეტად მობილიზებული, ორგანიზებული შალვა ნათელაშვილი დღეს სააკაშვილი. ერთ-ერთი ერთმანეთს გვანან. კარგით. მე არ მინდა ისე გაგიშვათ ამ ეთერიდან. შალვა ნათელაშვილი არის ძალიან ახლობელი
სააკაშვილის და რას გულისხმობთ ახლობლობაში? არა, ასე ვთქვათ, ეს ყველამ კარგად იცის, რომ რაც არის ნაციონალური მოძრაობა, იგივე არის ნათელაშვილი, ერთ დონეზე არიან დასრულები უკვე. და ერთი სტილი აქვს უკვე მათ. კარგი. ასე რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, სერიოზულად უნდა აღვიქვათ შალვა ნათელაშვილის რაიმე განცხადება, რაიმე? მე არ ვიცი თქვენ რას აღიქვამ და რას არ აღიქვამ სერიოზულად, მე უბრალოდ გისვამთ ამ კითხვას, იმიტომ რომ ლევან იზორიამ გააკეთა ეს განცხადება, რომ გამოძიება არის თურმე აღძრულის, ამას მე-15 მოხრი. ეს იყო ძალიან სერიოზული და ვის ეხებოდა მას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამ არა სერიოზული არის კონსტიტუციური წყობილების შეცვლაზე. გულავას ავარაუდო წერილი. არა, მე გეუბნებით, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ამას ფიქრობენ, იფიქრებენ. 10-20 წლის მერეც იფიქრებენ მაგას. მაგრამ მათ მოუწევთ 100 წელი და 200 წელი მოუდინენ. ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ ვიდრე დაგემშვიდობებით. ხომ არ გეგმავთ შემთხვევით რაიმე მოლაპარაკება აწარმოოთ რუსეთის ხელისუფლებასთან? ამას გეკითხებით იმ კონტექსტში და უშუალოდ რაც ხდება ჩვენს გარშემო. თქვენი შეთავაზება აფხაზების მიმართ, რომელიც ასევე თქვენი ოპონენტების მხრიდან ძალიან რომელსაც მოყვა ძალიან არც თუ ისე სახარბიელო რეაქცია, გულისხმობ პროცესს თქვენ ბრძანეთ აფხაზიერის და მათი თვითგამორკვევისთვის ბრძოლის შესახებ გააკეთეთ განცხადება. რას ნიშნავდა ეს თქვენი განცხადება და თქვენი შეთავაზების კვალდაკვალ ევროპული კონტექსტი, როდესაც ახსენეთ აფხაზებისთვის შეთავაზებული ინიციატივასთან დაკავშირებით, რას ნიშნავდა და ხომ არ იგეგმება პუტინთან შეხვედრა, თუნდაც ან თქვენი, ან ქვეყნის პრეზიდენტის. რა შეგიძლიათ რო გითხრათ? ასე კონკრეტულად არ განიხილება დღეს ჩვენს ხელისუფლებაში შესაძლო შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. თუმცა ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადეთ, რომ ზოგადად მზაობა გვაქვს, მეც მაქვს მზაობა, ზოგადად ჩვენ ხელისუფლებას აქვს მზაობა, რომ შედგეს შეხვედრა, მაგრამ შეხვედრა შედება მომზადება. შეხვედრისთვის არ უნდა. შეხვედრა შედგეს პუტინთან, გააქვთ ამის მზაობა. ამის თაობაზე ჩვენ განვაცხადეთ. კიდევ ვადასტურებ, მაგრამ ამას შედება კარგი მომზადება. და ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული კონკრეტულ შესაძლო შედეგებზე, რაც შეიძლება მოყვეს ამ შედეგს, ამ შეხვედრას. ამიტომ ამას ნაჩქარევად, ნაუცბადებად გაკეთება, რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, პირიქით, ამას შედება კარგი მომზადება. რაც შეეხება აფხაზეთის თემას თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, მე ვარ ძალიან შეწუხებული იქ განვითარებულ მოვლენებით. ჩემი შეთავაზება ერთგვარი ეს, მე ზოგადად შეიძლება არასდროს გაიგეს ჩვენმა მეგობრებმა და არა მხოლოდ მეგობრებმა, ოპონენტებმაც. მე ძირითადი აქცენტი გავაკეთე ნდობაზე და ნდობის აღდგენაზე. მე აქცენტი გავაკეთე აფხაზეთის ჩვენი სატკივარის მომავალზე. ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს, ხო? და დღეს სამწუხაროდ არის ოკუპირებული. მე გავაკეთე იმაზე, რომ აფხაზი ეთნოსის გადარჩენა, ასე ვთქვათ, არის ყველაზე მთავარი ამოცანა ჩვენთვის, პირადად ჩემთვის. ჩვენ მათზე განვიცით რეალურად გულწრფელად გეუბნებით ამას ყოველგვარი პოლიტიკური განცხადების გარეშე. და მათი პერსპექტივა, ეს არის ქართული ევროპული პერსპექტივა. მე ამის მჯერა, რომ მათ აქვთ ერთადერთი შანსი, რომ განვითარდნენ ჩვენთან ერთად. იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი მოცემულობა. ეს არის კანონზომიერება, რომელიც დაირღვა 25 წლის წინ. ეს უნდა აღდგეს. მაგრამ ეს უნდა აღდგეს ნდობის აღდგენასთან ერთად. ამიტომ საჭიროა აფხაზებს და ქართველებს შორის აღდგეს ნდობა. აი ამაზე ვისაუბრ ძირითადად, ავტონომია რო ვახსენე, ამ კონტექსტში ვახსენე, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ფართო ავტონომია, ვისაუბროთ. ოღონდ საქართველოს შემადგენლობები, ვინაიდან მათ ჩვენს გარეშე არ აქვს პერსპექტივა. ეს არის რეალობა და მე მინდა რომ ეს დაიჯერო, ეს გაიაზროს და მე ვიცი რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ნერვიულობენ ამ შესაძლო ხელშეკრულების გაფორმებაზე. ჩვენი საგარეო უწყება და მთელი სამინისტროები არიან მოტივირებული 20 საათის განმავლობაში მუშაობენ და ჩვენ პრაქტიკულად მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ვაცნობთ ამის თაობაზე. იცით რა, ჩვენს კონსტრუქციულ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, როცა მოყვა ასეთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩემთვის გაუგებარი იყო. მართლა გაუგებარი იყო და აუხსნელი იყო. თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის რეალობა. ველოდით დღეს ვერ გეტყვით, შეიძლება ველოდით ქართულებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენ შანსი, რომ გამოსწორდეს სიტუაცია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მაინც არ დამასრულებინით რაღაცა, მაგრამ არა უშავს ხვადროს. რა, რისი დასრულება გინდოდათ? არა, ძალიან რისი დასრულება გინდოდათ? მე აფხაზეთის თემაზე მინდოდა უბრალოდ შევაჯამო, რომ ჩვენი მიდგომა, ჩვენი ასე შეთავაზება, გნებოდაც დავარქოთ, რა თქმა უნდა არის კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენ გვსურს მათი აფხაზი ეთნოსის გადარჩენა, მათი განვითარება ჩვენთან ერთად. ეს არის ჩემი გულწრფელი შეთავაზება, რომ მოხდეს საქართველოს როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე
ქვეყანასთან ერთად ქვეყნის ფარგლებში მათი განვითარება, მათი ინტეგრირება საბოლოოდ და მათი ასე ვთქვათ რეალური შერიგება. თუმცა ჯერჯერობით მათი მხრიდან შემხოდრი ნაბიჯები არ იდგმება და საუბარი არის იმაზე, რომ აფხაზეთის შემდეგ შესაძლებელია ეგრეთ წოდებულ სამხედრო მე ძალიან განვიცდი, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენ სადგურს დაემატა 2008 წლის ომი, კოდორი დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ და მივიღეთ 25,000 ახალი დევნილი. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი სადგური, ეს არის ჩემი ვეტო, რომელიც უნდა დავძლევთ. დაძლევთ კი, ფიქრობთ, ყველა ხელისუფლება ასე მოდის ხოლმე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობას დებს, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუვიდა ეს. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს დაიძლევა? ჩემი ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად, კონსოლიდირებულ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ამაშია გონივრული პოლიტიკის განხორციელება და ქვეყანაზე და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება. ძალიან დიდი მადლობა და ვიდრე დაგემშვიდობებით, ბიძინა ივანიშვილის რამდენად ხშირად ხვდებით ხოლმე და კონსულტაციებს თუ იღებთ მისგან? ან რაიმე გადაწყვეტილებას თუ მე ვფიქრობ, რომ გააქვთ ალბათ, ხო? ძალიან აქტიური კომუნიკაცია მაქვს, რა თქმა უნდა, მე ეს არ დამემალავს. მე მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინას 10 წელი ვიცნობ და მე იცით, რომ ძალიან ასე ვთქვათ ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან. მე ეს არასდროს არ დამემალავს. არ მიკადრებია, რომ რაღაც დავმალო. და ისიც არ დამემალავს, რომ რჩევას ვეკითხები. და პირიქით მე ვისურვებდი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნაირი ერისშვილები და მამულიშვილები იყვნენ საქართველოში. და ვისურვებდი, რომ ასეთი მრჩევლები მყავდეს. თუმცა ეს ფუფუნებაა და მრჩეველი არ არის იგი, თქვენ დაუშვათ თქვენ გადაწყვეტილებებს რაღაცა მნიშვნელოვანს მას არ უთანხმებთ, კონსულტაციებს არ გადიხართ. არ მე გითხარით, რომ მე რჩევას ვეკითხები. მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე მე ეს არ დამემალავს, ყოველს მithქონს და ამაში უჩვეულს ვერ ხედავ ვერაფერს და მე მინდა მოსახლეობას განვმარტო. ყველა ნორმალურ ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტები რჩებიან, როცა გადიან ისინი სამოქალაქო საზოგადოებაში, სექტორში, ახალი პრეზიდენტი ყოველთვის, თითქმის ყოველთვის კონსულტირებენ, რჩევებს კითხულობენ წინა პრეზიდენტებისგან. ეს ნორმალური პრაქტიკაა, ეს არის ჯანსაღი მიდგომა. მithumet ეს ადამიანს, რომის რჩევაში მე არასოდეს ეჭვი არ შემპარვე, არ შემეპარება არასოდეს. ვიცი რომ ის რჩევა არის მორგებული, თავიდან ბოლომდე არის გააზრებული, რომ სწორი გაწმენდა მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ხო, ჩვენი ხალხისთვის. რატომ არ უნდა მივიღოთ რჩევა? მე სიამოვნებით კითხავთ რჩევას. თუ ამის ნებას მომცემთ. მე მკითხავ? კი, რა თქმა უნდა. რა ვიცი, კი, თუ რამეში მე გამოგადგებით როგორც მედია მიმართულებით, კი ბატონო. კი ბატონო. ძალიან დიდი უფრო ეფექტურად რომ გავაშუქოთ ჩვენი მიღწევები. კი ბატონო, სიამოვნებით, მე ვარ ყოველთვის მზად, ჩვენი პრობლემა ის არ უნდა იყოს მთავარია, რომ ადამიანები მოვიდნენ აქ და კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრონ, თორე ჩვენი ეთერი არის ყოველთვის მზად ნებისმიერი თემის გასაშუქებლად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ერთი კითხვა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ხშირად ხვდებით ხოლმე, მართლა იწყებს გადაცემას და როდის იწყებს ხო არ იცი? ველოდეთ. არა, ვერ ველოდებით, იმიტომ რომ ცოტა ნერვიულად ძალიან სერიოზული კონკურენციის ქვეშინია, რომ განსაკუთრებით არ დაემთხვეს ეს დაუშვათ. კონკურენცია ჯანსაღია და ეს გამოიწვევს ხარისხის განვითარებას. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ ბატონო ირაკლი, უღრმესი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მასე ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით ჩვენ პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ.